მშვიდობისა, მოგესალმებით, უკვე 8 ნახევარია და ჩვენი დილა თქვენთვის იწყებს მუშაობას. დღეს 6 თებერვალია, ბატონი მიშა თუმანიშვილის დაბადების დღე. დიდი მაესტრო 94 წლის გახდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გუშინდა დღეს მისი სპექტაკლის ჩემი პატარა ქალაქის ჩვენება გაიმართა და გაიმართება. ამ სპექტაკლზე ჩვენ დღევანდელ პროგრამაში სიუჟეტს ვნახავთ, შემდეგ კი უმასპინძლებთ სტუმრებს და გავიხსენებთ ბატონ მიშას, ასე რომ უნდა დარჩეთ ჩვენთან ერთად. Ყველას ულოცავ ისოს მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ეს თარიღი და კიდევ ერთი თარიღი უნდა გამოვყოთ 8 თებერვალს უნივერსიტეტის დაბადების დღეა და შესაბამისად ესეც იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემის ერთ-ერთი მთავარი თემა, როგორ აღნიშნავს წელს უნივერსიტეტი იუბილეს და რა გეგმები აქვთ მას, ამაზე უფრო დაწვრილებით ისაუბრებს უნივერსიტეტის რექტორი ბატონ ლადო პაპავას. ველოდებით ოდნავ მოგვიანებით. კარგი და კიდევ ერთი თემა, ამჯერადაც სპორტულ, ასე ვთქვათ, ამბით დაინტერესდა სპორტული ამბით ჩვენი ლევან ჯობავა და კიდევ ერთი მაინც არაპოპულარული სპორტის სახეობა, თუმცა ძალიან კარგია კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ლევანი ასეთ სპორტსმენებს ყურადღებას აქცევს და ეს არის ძალიან დასაფასებელი. ბექა კუხიანიძე ადამიანი, რომელიც კომბატ ლიგის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, ოკინაური კარატის სკოლის აღზრდილი სპორტსმენი, რომელსაც ძალიან ბევრი ორთაბრძოლა აქვს მოგებული და როგორც ამბობენ, ის ძალიან კარგად ხმარობს, როგორც ხელს ბრძოლის დროს, ასევე ფეხს და ეს ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებს მას თავის მეტოქეებთან, უფრო კონკრეტულად, როგორც გითხარით, ლევან ჯობავა ისაუბრებს. და გარდა ამისა, რა თემებზე იმუშავებს ჩვენმა ჟურნალისტებმა ვიდეო კოლაჟიდან შევიტყოთ. ოკინაური კარატე-დოს ფედერაცია მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. სპორტსმენების მოლოდინი და ფედერაციის პრობლემები. როგორი უნდა იყოს თქვენი კვების რაციონი და როგორ უნდა დატვირთოთ ორგანიზმი, რომ არ დაკარგოთ სასურველი ფორმები. გრეის 50 ელფერთან დაკავშირებით სკანდალი არ წყდება. ამჯერად ფილმს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლები აპროტესტებენ. მიხეილ თუმანიშვილის 94 დაბადების დღის აღსანიშნავად კინომსახიობთა თეატრმა ჩვენი პატარა ქალაქი აღადგინა. ალან ტურინგის ხელნაწერები, როგორ იშიფრებოდა გერმანელების სამხედრო კოდები მეორე მსოფლიო ომში. 8 თებერვალი დავითობა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე. მარიკა ლორთქიფანიძის ისტორიული ექსკურსი. ასეთია ჩვენი დღევანდელი გეგმები, ახლა ტრადიციულად სპორტის ამბების დროა. ჰოლანდიის ერედივიზიონში 21 ტურის 2 მატჩი გაიმართა. აიაქსმა ალკმარს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0-1 დამარცხდა. 71 წუთზე აიაქსის კაპიტანმა ნიკლას მოისანდერმა საკუთარი საჯარი მოსიახლოვეს თამაშის წესი დაარღვია და წითელი ბარათი მიიღო. ალკმარმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 76 წუთზე გავიდა. აიაქსის კარი არონ იოჰანსონმა აიღო. 21 ტურის შემდეგ აიაქსს 43 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს. ალკმარი კი 38 ქულით მეხუთე პოზიციაზეა. ამავე ტურის შეხვედრა ჰერაკლესსა და გრონინგენს შორის ფრედ 2-2 დასრულდა. განას ეროვნული ნაკრები აფრიკის თასის ფინალშია. ნახევარფინალში განელებმა ეკვატორული გვინეის ნაკრებს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. 42 წუთზე ტურნირის მასპინძლების კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად ჯორდან აიუმ შეასრულა. პირველი ტაიმის დასრულებამდე განელებმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს. საჯის მიერ კომპენსირებულ დროში ეკვატორული გვინეის ნაკრების კარი ვაკასო მუბარაკმა აიღო. მესამე გოლი 75 წუთზე გავიდა. ანდრეა იუკვესიაპიას პასის შემდეგ ცარიელ კართან დარჩა და გატანა აღარ გასჭირვებია. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ტურნირის მასპინძელი გუნდის გულშემატკივარმა თამაშის ჩაშლა სცადა. მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა და სიტუაციის განმუხტვის შემდეგ განახლდა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და განამ ფინალში თამაშის უფლება დამსახურებულად მოიპოვა. აფრიკის საუკეთესო გუნდი 8 თებერვალს გამოვლინდება. ფინალურ მატჩში განა კოტ-დივუარის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. საკალათბურთო ევროლიგაზე 4 მატჩი გაიმართა. მადრიდის რეალი ბარსელონას შეხვდა და 24 ქულიანი სხვაობით 97-73 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რუდი ფერნანდესი დასახელდა. ფერნანდესმა საკუთარ გუნდს 22 ქულა შესძინა. მის ანგარიშზე 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემაცაა. გამორჩეული იყო სერხიო როდრიგესი, რომელმაც 23 ქულა მოაგროვა. სტუმრების რიგებში 22 ქულით ყველაზე შედეგიანი მარიო ჰეზონია იყო.
ორიგი გამარჯვება მოიპოვა ჯგუფის კიდევ ერთმა ლიდერმა თელ-ავივის მაქაბიმ, რომელმაც გალათასარაი ოვერტაიმში ანგარიშით 97-94 დაამარცხა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გალათასარაის ცენტრი ზორან ერჩეგი გახდა. სტუმართა შორის ყველაზე შედეგიანი დევინ სმიტი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 24 ქულა შესწინა. გადამწყვეტი კი ჯერემი პარგოს ბაზერბითერი იყო, რომელმაც მაქაბის გამარჯვება მოუტანა. Jeremy Pargo from downtown. ამავე ჯგუფში ჟალგირის ცრვენას ვესდას ესტუმრა და ანგარიშით 70-68 მოუგო. F ჯგუფის ლიდერი CSKA ოლიმპიაკოსს ესტუმრა და 8 ქულიანი სხვაობით 84-76 დამარცხდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვასილის სპანულისი გახდა. ბერძენი კალათბურთელის ანგარიშზე 19 ქულაა. ბრაიან დანსტონმა 14 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. CSKA-ს შემადგენლობაში ყველაზე მეტი 20 ქულა მილოშ ტეოდოშიჩმა მოაგროვა. ნანდო დე კოლომ საკუთარ გუნდს 13 ქულა შესწინა. მანუჩარ მარკოიშვილმა პარკეტზე არასრული 25 წუთი დახო. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 9 ქულა 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაა. ევროლიგაზე დღეს კიდევ 4 მატჩი გაიმართება. არა, ვისწავლობ ნელ-ნელა მეც. ვსწავლობ. დიდი მადლობა ბიჭებო, დიდი მადლობა ჩვენ მუსიკალურ მეგობარ კომპანია მიფასის, დიდი მადლობა თქვენ რო ხართ ჩვენთან ერთად და დიდი მადლობა ბატონ კაკოს რო ყოველ პარასკევს გვანებიურებს ასე ვთქვათ არაჩვეულებრივი ინსტრუმენტით და არაჩვეულებრივი შესრულებით. ბატონ კაკო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დავიწყოთ ეს გენიალური ინსტრუმენტი, ცოტა ხმას ჩაუწიოთ, ხო სწორედ უწევ, ხო? რო არ შეგვიშალოს საუბარში ხელი. რა არის, რა უნდა, ვინ არის და რისთვის მოვიდა დღეს ეს სტუმარი ჩვენთან? ამ ინსტრუმენტს ძალიან დიდი უფლებები აქვს. ზოგადად კი. ეს არის ინსტრუმენტი, რომელზეც სოფლიოში თითქმის ყველა ვარსკვლავი უკრავდა და ასრულებდა და დღესაც ხმარობს აი ამ ინსტრუმენტს. ძალიან დიდი წარმატებით. ეგ არის ინსტრუმენტი, რომელიც მსგავსიც, აი რომ არის კოპიოები გამოდის, რომ ცოტა იაფასიანი, რომ შეძლო ახალგაზრდებმა ყიდვა, ყველაზე მეტად მოთხოვნადი და ყველაზე მეტად გაყიდული ინსტრუმენტი. ესა და რა ფირმის გიტარაა ეს? ეს არის Fender-ი, Stratocaster. Stratocaster. ამ ინსტრუმენტზე უკრავდნენ Jimi Hendrix-ი, Steve Ray, Gilmore-ი, კონკრეტულად ამ ინსტრუმენტზე ბატონო, ამ მოდელზე. ამ მოდელზე, იმიტომ რომ კი რაღაც გავიქეცი ამ ინსტრუმენტის სტუდიიდან. პირდაპირ. მე ვთქვი, მათ ხელში ნახონი ინსტრუმენტია. ეს ინსტრუმენტი განსაკუთრებული Stratocaster-ი, ეს არის საიუბილეო, როდესაც შეუსრულდა 50 წელი Fender-ს მაშინარი გამოშვებული, ძალიან ცოტა რაოდენობით და ერთ-ერთი მე მაქვს ბედნიერება რომ მქონდეს. ძალიან კარგი. ბატონო კაკო, რა გამოარჩევს სხვა ელექტროგიტარებისგან, მაგალითად აი იმ გიტარას რით რა უპირატესობა აქვს ამ გიტარას? ეს ინსტრუმენტი გამოვიდა უკვე მესამე solid body, ანუ ყარისხეული, რაც არის ხის გიტარა, გამოვიდა მესამე ინსტრუმენტი იყო. პირველი გახლდათ Telecaster-ი, შემდეგ Les Paul-ი გამოვიდა. მესამე ინსტრუმენტი. რომელიც რატომღაც ძალიან შეიყვარეს მუსიკოსებმა, გიტარისტებმა და ძირითადად ამ ინსტრუმენტზე შეიქმნა ის 60-იანი, 70-იანი წლების მუსიკა, რაც შემდეგ უკვე ტრადიციებად. რომელ ჟანრში დაიმკვიდრა თავი? რა თქმა უნდა, ბლუზი, რა თქმა უნდა, და ბლუზ როკი და შემდეგ უკვე მძიმე როკშიც გადავიდა და როკ ბალადებსაც უხდება ალბათ. ყველაფერს უხდება. გაწყრიალა ხმა აქვს, მაგრამ დიდი დიაპაზონი აქვს, ამ ტემბრული შესაძლებლობა ძალიან დიდი აქვს. ლეო ფენდერმა, კონსტრუქტორმა და ავტორმა ამ გიტარის დაარქვა Stratocaster-ი, რომ ისეთი გიტარა გავაკეთე, რომ მისი ხმა სტრატოსფეროსაც მიცდება და გამოუვიდა მე. გამოუვიდა, ეს არის უკტავი მოდელი. ბატონო კაკო და კიდევ ერთი, აუცილებელია ზოგადად დავყოთ გიტარა ჟანრობრივად? იცით როგორ არის, მე წინა გადაცემაშიც აღნიშნე, რომ
ჯერ გამოდიოდა ინსტრუმენტი და მე ამ ინსტრუმენტის ტემბრზე და ხმაზე იქმნებოდა უკვე მუსიკა. ხო და უკვე გინდა თუ არ გინდა ამ ინსტრუმენტას შექმნა თავისი მუსიკა და კიდე აგზელებს ალბათ თავის საქმიანობას. შეიძლება ყველა ინსტრუმენტი, მაგრამ მე შემიძლია ამას ტექნიკური გავუკეთო რა ქვია, გადავაკეთო ტექნიკურად რაღაცები, რომელიც მოერგება სხვა ბავშვებს ჯაზს მოერგება, ყველაფერს მოერგება, მაგრამ მაინც ალბათ მაინც ძირითადად ჯობია სტრატოკასტერს ჰქონდა სტრატოკასტერსმა ლესპოლს ჰქონდა ლესპოლის ხმოდა ყველა მუსიკოსი არჩევდეს ინსტრუმენტს თავისი ანატომიურობით, თავისი ხმით და თავისი ესთეტიური სილამაზის აბსოლუტურად გეთანხმებით. ყველა ჟანრს თავის ესე ვთქვათ რჩეული ინსტრუმენტი აქვს და რჩეული მუსიკოსები აქვს და ნუ ავრებთ ერთმანეთში ნუ რაზრს. ამაში გეთანხმებით ბატონო გაკო, არცად არ გადართოთ, ჩვენ სულ მალე დაგიბრუნდებით. ვლადოს დავუბრუნდებით და ბატონ კაკოსაც რა თქმა უნდა, მაგრამ ნათია ბუნტურის დრო მოვიდა. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა ჩემი დროც მოვიდა. მივესალმები მაყურებელს და ჩემს პირველ ჩართვას კვლავ დავუთმობ იმ გრძელ სიას, რომელსაც მხოლოდ 3-3 ადგილი შემოვიფარგლები ხოლმე და მსოფლიოს ულამაზეს ადგილებს მიმოვიხილავთ. ამ შემთხვევაში მე-7, მე-8 და მე-9 ადგილას განაწილებული ადგილები უნდა დაგისახელოთ. მით უფრო რომ ვალენტინობის დღესასწაული ახლოვდება და თუ კი ვინმე აღნიშნავს, თუ კი რომელიმე წყვილი, ანუ შეყვარებულები აღნიშნავს ამ თარიღს და აპირებს რომ დაგეგმოს ვალენტინობის ლამაზი უიკენდი და გაემგზავროს, ანუ პაკეტს არჩევს და მიმართულება შეგიძლიათ თქვენს ყურადღებით მომისმინოთ. მე-7 ადგილას ისლანდია უნდა დავასახელოთ. ეს ჯადოსნური ქვეყანა, მოგზაურები, როგორც მას ხშირად უწოდებენ, არის ექსტრიმის კუნძული. აქ ყველა სეზონს განსხვავებული ხიბლი აქვს, ამიტომ გამგზავრებას თუ გადაწყვეტ, ნებისმიერ სეზონს შეგიძლიათ დაამტყიოთ თქვენი ასე ვთქვათ, მოგზაურობა, ცინცხალი ფერები და ბუნების ულამაზესი ტონები, ასევე ის, რომ აქ ყოველთვის იპოვით რაღაც ახალს, აღმოაჩენთ სილამაზეს ყველა კუთხე კუნჭულში. და კონკრეტულად რომ ვთქვათ, ისლანდია დაუწყარ მოგზაურობას გპირდებათ, ამიტომ შეგიძლიათ იქონიოთ მხედველობაში. თუმცა, სულ სხვა ტიპის არის მერვე ადგილას განთავსებული ადგილი, რომელზეც მე მოგიყვებით. ცოტათი მალდივის კუნძულებსაც წააგავს, რომელზეც წინა ეთერში ვისაუბრეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში კუნძული ბორა-ბორას ტერიტორია უნდა მიმოვიხილოთ. კლასიკური სანაპიროები, საოცრად სუფთა გამჭვირვალე ფირუზისფერი წყალი, თეთრი ქვიშის ნაპირი, რომანტიკული საღამოები და მშვიდი გარემო. სწორედ ასეთი გახლავთ ბორა-ბორა. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუნძული წყნარი ოკეანის აუზში. კუნძული ბორა-ბორა ფრანგული პოლინეზიის ლივორდის ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც თავის მხრივ საფრანგეთის ტერიტორიას წარმოადგენს წყნარ ოკეანეში. ბორა-ბორა მცირე ზომის კუნძულია, რომლის გარშემო გამაოგნებელი ლაგუნა და ბარიერული რიფები არის განლაგებული. კუნძულის ცენტრში კი ანტიკური ხანის ვულკანური წარმოშობის ორი კლდე-პაია და ოტემანუა მდებარეობს. ბორა-ბორას თავდაპირველად უწოდებდნენ სულ სხვა სახელს, თუმცა ეს სახელი ძალიან ბევრჯერ შეიცვალა, საბოლოოდ პორა-პორაც კი დაარქვეს კუნძულს, მაგრამ მოზღვავებული ტურისტების შემდეგ, რადგან მათ უჭირდათ ამა თუ იმ სახელის წარმოთქვა, საბოლოო ჯამში შეჯამდნენ იმაზე, რომ ამ უმშვენიერეს 64-ის მაგვარ კუნძულს ბორა-ბორა დაერქვა. და მე-9 ადგილას გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატები. არიზონას შტატისა და იუტას საზღვარზე მდებარე The Wave, იგივე ტალღები. თავად ვეხედავთ თუ რატომ უწოდეს ამ ადგილს ტალღები. მე გეტყვით იმას, რომ 200 მილიონი წლის წინ ეს ადგილი ქვიშიანი უდაბნო იყო. ის არის ქვიშისა და ქვის კლდოვანი ფორმაცია. თუმცა ძლიერი სეზონური ქარების შედეგად რელიეფმა ასეთი ფორმა მიიღო, თავდაპირველად როგორც გითხარით, უდაბნო იყო და ასეული წლების განმავლობაში სწორედ ასეთი რელიეფი მივიღეთ. თითქოს სხვადასხვა ფერის ლენტებს წააგავს ეს ყველაფერი. აქ ტურისტული გიდები თქვენს მოგზაურობას ორგანიზებას საკმაოდ კარგად გაუწევენ და მინდა გითხრათ, რომ ამ ადგილას მარტო ნამდვილად არასდროს მოხვდებით. უამრავი მოგზაური ყოველწლიურად აქტიურად ათვალიერებს ამ გამაოგნებელ ადგილს საოცარი ფერებით. ცხელ-ცხელი ამბები წინ გელოდებათ პოპ სამყაროდან და არა მხოლოდ, ამიტომ დამიცადეთ.
რა თქმა უნდა დაგელოდებით, ჩვენც არანაკლებ პრინციპში აქტუალური და ცხელი ამბავი გვაქვს მაყურებლისთვის. 50 Shades of Grey ბესტსელერი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დონის და უხარისხო ლიტერატურა, რაც კი ბოლო 10 წლების განმავლობაში წამიგდა. ვიცოდი რომ ამას იტყოდა. იცი რა? პაულო კოელიოზე დაბალი დონისაც კი არის ხშირ შემთხვევაში. და რატომღაც გახდა ეს პანიკის საფუძველი მთელ მსოფლიოში და ეს არის ჩვეულებრივი იაფასიანი თემატიკა პორნოგრაფიაზე აწყობილი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელსაც კაცობრიობა ყოველთვის იტაცებდა ხოლმე. ხო, და ესეთი რეზონანსის მერე ავტორმა გადაწყვიტა, რომ გააგრძელოს. არა, რეზონანსი რაც გიორგი ავტორმა 3 წიგნი დაწერა, მაგრამ ახლა მივხვდნენ რეზონანსი სულ სხვა გადარეულები არიან. მივხვდნენ, რომ ეს ადამიანები რო გადაირიან ამ ნაგავზე, მოდით ახლა გადავიღოთ უფრო ისე სხვათა შორის ეს იქნება ფილმი, რომელიც წიგნს ჯობია. ეს იქნება ის უიშვიათესი შემთხვევა, რომელიც შეიძლება მოხდეს თანამედროვე ლიტერატურის სამყაროში და ხდება ხოლმე, მაგრამ ძალიან იშვიათად. წიგნს აუცილებლად აჯობებს. კი. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ფილმი არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობა და არაფერი მეტი და ჩვენ უნდა დავგმოთ იგი. ხო, მოუწოდებენ ადამიანებს, კი. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ესეთი აქტივობები უფრო მეტად უბიძგებს მაყურებელს ხელს, რომ წავიდეს და ნახოს რა არის ასეთი. მაგრამ ისედაც იმდენად დიდია რიცხვი ადამიანების, რომლებიც ელოდებიან ამ ფილმს, იმიტომ რომ რეალურად წიგნის შექმნის ისტორია გიორგი იცის, დარწმუნებული ვარ, მაგრამ თავისმა ავტორმაც კი არ ჩათვალა, რომ რაიმე ღირებულს ქმნიდა. მან უბრალოდ გადაწყვიტა, რომ ინტერნეტ სივრცეში განეთავსებინა თავის ნამუშევარი და აღმოჩნდა, რომ იმდენად დიდი გამოხმაურება გამოიწვია, შემდეგ თავად დაინტერესდნენ გამომცემლები მისი გამოცემით. მოკლედ, მივანდოთ ყველას თავის სუბიექტური აზრი ჰქონდეს, რა მოსწონს, რა არა. ფაქტი და სტატისტიკა არის ის, რომ მაყურებელს აინტერესებს, ელოდება ფილმს, მაგრამ გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც მათ მოუწოდებს, რომ არ დახარჯოს ფული ამ ფილმის ნახვაში და სხვა უკეთესი მიზნებისთვის შემოინახოს. ამ ყველაფრის შესახებ სალომე გელაშვილი გვიამბობს. This is just an interview for the newspaper. I just have a couple of questions. Mr. Gray will see you now. ფული, რომელიც თქვენ კინოთეატრის ბილეთში, პოპკორნში და სასმელში უნდა დაგეხარჯათ, ან რომლითაც ამ ფილმის სცენახავად წასულებს ბავშვის მომლელისთვის უნდა მიგაცათ, სექსუალური ან ოჯახური ძალადობის მსხვერპლს გადაეცემა. სწორედ ისეც, რომლის გლამურული სახეც ჰოლივუდმა გვაჩვენა. განაცხადეს ამერიკელმა და კანადელმა აქტივისტებმა და მოსახლეობას მოუწოდეს გრეის 50 ელფერი გაეპროტესტებინათ. ფილმი, რომელიც პრემიერამდე სკანდალურად ითვლებოდა, ახლა ხალხის აღშფოთების მიზეზი ისევ გახდა. ახალი კამპანია $50 და არა 50 ფერი კანადაში და ჩრდილოეთ ამერიკაში დაიწყო. ჰოლივუდს არ სჭირდება თქვენი ფული, ძალადობის მსხვერპლ ქალებს სჭირდებათ. ნათქვამია კამპანიის სლოგანში. კამპანიამ კრიტიკა უკვე გამოიწვია, მათ შორის ვისი აზრითაც BDSM-ში სექსის ერთ-ერთ სახეობაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ ისინი არა BDSM-ის წინააღმდეგ, ძალადობის რომანტიზირების წინააღმდეგ გამოდიან. My tastes are very singular. You wouldn't understand. კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც ფილმის წინასაპრემიეროდ მოხდა ლონდონში გავრცელებულ რეკლამას უკავშირდება, სადაც მშობლებს ფილმის ნახვას შვილებთან ერთად ურჩევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 100 წუთიან ფილმში 12 საოცრად თამამი სცენაა, ერთ-ერთი კინოთეატრის სარეკლამო კამპანიაში ნათქვამია, რომ არაფერი დაშავდება თუ მშობლები 12 თვემდე ბავშვებს კინოში მიიყვანენ, ისინი ხომ მაინც ვერ ხვდებიან რა ხდება ეკრანზე. სწორედ იმის გამო, რომ გაურკვეველია, ვისთან ერთად შეიძლება ნახო გრეის 50 ელფერი. ყოველი შემთხვევისთვის მშობლებთან ერთად ნამდვილად არა. აღმოჩნდა, რომ ვალენტინობას კინოთეატრის სტუმრობის მსურველების 80% ქალბატონები არიან. გრეის 50 ელფერის პრემიერა დიდ ბრიტანეთში და ამერიკაში 13 თებერვალს იგეგმება. ამ თემაზე ხშირად გვისაუბრია, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, ეს ყოველთვის აქტუალურია. ამოუწურავია. ამოუწურავი საკითხია. როგორ დავიწყოთ წონაში? კი, და როგორ ვებრძოლოთ ზედმეტ წონას. თან ისე რომ ჯანმრთელობას საფრთხე არ შევუქმნათ. წყალი უნდა ვსვათ. წყალიც არის. არა. არს. ყველაზე მთავარი ის რა არის, მე გეტყვით ახლა. ჩემზე რა მოქმედებს კარგად. აბა.
საჭმელს არ უნდა შეხედო როგორც საფრთხეს შენი გასუქების. უნდა ჭამოს სიამოვნებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მართლა განწყობა. არ უნდა სიამოვნებისთვის მივიწვო, არ უნდა იფიქრო იმაზე, რომ ეს გაგასუქებს. თორემ მართლა სულ სხვანაირად ხდება მე გადამუშავება ამ მიღებული საკვების. სხვა განწყობით უნდა შეხედო. ეს ანუ მე შემიძლია ვიფიქრო, რომ ჩემი ხელფასი 1 მილიონია და სხვანაირად სხვა რაღაცაზე ვსაუბრობ ერთი წამი. უნდა მიირთვა აუცილებლად ნელა თან ამ განწყობასთან ერთად და ცოტა და ხშირად. რაც უფრო ნელაჭა, მით უფრო ცოტა საჭმელს იღებ. შენ განწყობაზე საუბრობ. არა, ნუ განწყობა ერთია, რა განწყობით მიირთმევ. რაც უფრო ნელაჭა, უფრო ცოტა სჭამ, დამიჯერ ესეა. რაც უფრო სწრაფად ჭამ, უფრო გვიან მიდის სიგნალი გვინამდე, რომ ხო, იცით ეს ამბავი. და ნუ დღის განმავლობაში 4 ჯერ თუ შეჭამ ცოტ-ცოტას, მაშინ ეს ყველაფერი კარგად შეგვიძლია. დღეში ნახევარი საათი სეირნობა თუ სირბილი არ შეგიძლია, მე მგონი არის ყველაზე კარგი საშუალება, რომ შეინარჩუნო. იცი რა, წონა ხანდახან წონა ისეთ ძალიან ინდივიდუალური რამეა რა, ვიღაც შეიძლება ქალი მაგალითად 50 კილო იყოს და ეთყობოდეს და გეგონოს რომ ცოტა ზედმეტი წონა აქვს. შეიძლება სხვა ქალი იყოს 50 კილო და იყოს რომ აღნაგობაზეა. ხო, აღნაგობაზეა. ამიტომ შეიძლება წონა ანუ ის 2-3 კილო დიდია ეგ პრობლემა გაქვს ხოლმე ძირითადად რომ 2 ან 3 კილოა ზედმეტი მეტი ხო არა. ერთი თვე უნდა საღამოს სეირნობა. კიდე ისიც არის. ძალიან საინტერესო რჩევაც იქნება ჩვენ სიუჟეტში. თუ გიყვართ ტკბილეული, შეავსოთ ერთი კობზი თაფლით. არ ვიცი, თუ გამოგივათ, აუცილებლად ასე გააკეთეთ. მე ეს არ გამომდის. კიდევ რა შეიძლება გვირჩიოს ჩვენმა ჟურნალისტებმა სიუჟეტიდან გავიგოთ. თუ ამჩნევთ, რომ წონაში ნელ-ნელა იმატებთ, ძველი ტანსაცმელი აღარ გერგებათ და თქვენი კვების რაციონს ბევრი პროდუქტი დაემატა, მაშინ აუცილებლად უნდა დაიწყოთ იმაზე ფიქრი, როგორ შეინარჩუნოთ სასურველი ფორმები. ყოველ დილით უზმოზე 1 ჭიქა წყალი დალიეთ. ეს დაგეხმარებათ საჭმის გადამუშავებაში და მთელი დღის განმავლობაში თავს მსუბუქად იგრძნობთ. დღის განმავლობაში 4-ჯერ ან 5-ჯერ მცირე ულუფებით მიირთვით. თუ დავაკვირდებით დღის რაციონს, ყველაზე მეტი დატვირთვა უნდა მოდიოდეს საუზმეზე, დილით ყველაზე მეტი პროდუქტი, შემდეგ დღის რაციონის 30-დან 40%-მდე შუადღეს და მხოლოდ 20-25% უნდა იყოს ღამის კვებაზე გადანაწილებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის რეკომენდაციას უწევს, რომ საღამოს იყოს მსუბუქი ვახშემ, თუნდაც 1 ჭიქა კეფირი, მაწონი, წიწი ბურასთან, ან ერთნაჭერ პურთან ერთად, ან ყველთან ერთად, ან ხაჭოსთან ერთად, რაც შეიძლება მსუბუქი კვება. ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს. გაითვალისწინეთ, რომ ტკბილი საკვები ყველაზე მეტად გმატებს წონას. ამიტომ შოკოლადი ჩაანაცვლეთ ხილით ან 1 კოვზი ნატურალური თაფლით. იმისთვის, რომ არც ორგანიზმი გამოფიტოთ და არც სასურველი ფორმები დაკარგოთ, თქვენი კვების რაციონში აუცილებლად შეიტანეთ კვერცხი, მოხაშული ხორცი, რძის ნაწარმი და რა თქმა უნდა ბოსტნეული. გაითვალისწინეთ, რომ დღის განმავლობაში 2 ლიტრი წყლის მიღება ორგანიზმისთვის აუცილებელია. ამის გარეშე წონაში ვერ დაიკლებთ. ბოლოს საკვების მიღება საღამოს 6-დან 8 საათამდე უნდა მოხდეს. ორგანიზმის საბოლოო მოსვენებამდე 3 საათით ადრე. ავიღოთ დიდი თებში. დიდ თებში დავდოთ ბევრი ბოსტნეული, ისე დავყოთ თებში რაოდენობით, რომ ცხიმი იყოს ძალიან მცირე, ცილოვანი წარმოშობა და ბევრი ბოსტნეული. და ძალიან ნელი ტემპით უნდა ვიკვებოთ, რომ ნელ-ნელა რეფლექსი გამოიმუშაოს კუჭაწყალმა. რადგან კუჭის ავსების შემდგომ დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ მოდის მხოლოდ სიგნალი, რომ უკვე კუჭის სისავსე არის. თუ დღეში რამდენიმე საათს ვარჯიშსაც დაუთმობთ, სასურველ ფორმებს კიდევ უფრო სწრაფად მიაღწევთ. ვარჯიშის დროს აუცილებლად ისუნთქეთ ცხვირით და არა პირით. აქტიურად გააკეთეთ მუცლის და ფეხების ვარჯიშები. არჩევანი თქვენზეა. თუ დღის განმავლობაში ყურადღებას მიაქცევთ ყველა დეტალს, სასურველ ფორმებს მარტივად შეინარჩუნებთ. და სანამ რეკლამას და მოამბეს ვნახავთ, კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემის მსვლელობისას თქვენს ეკრანზე ჩანს ყველა ის აუცილებელი ნომერი, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ, ეს გახლავთ ცხელი ხაზი, სადაც უფასო კონსულტაციას გაგიწევენ, ასე რომ თუ რაიმე დაგჭირდებათ, აუცილებლად უნდა აკრიფოთ ეს ნომერი. ახლა კი ვნახოთ რეკლამა და მოამბე დაგებრუნდებით.
დილა მშვიდობისა დავბრუნდით ეთერში, როგორც უკვე გითხარით დასაწყისში, პრინციპში 6 თებერვალი რომ არის ამას ეკრანზეც ხედავთ, მაგრამ დღეს ბატონი მიშა თუმანიშვილის დაბადების დღეა. დიდი მაესტრო 94 წლის გახდებოდა ამ თარიღს, რა თქმა უნდა, მის თეატრში აღნიშნავენ და გუშინ გუშინ ითამაშეს და დღესაც გაიმართება სპექტაკლი ჩვენი პატარა ქალაქი. ბატონ მიშაზე, მის შემოქმედებაზე და ამ ძალიან საინტერესო სპექტაკლზე სტუმრებთან ერთად ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. თუმცა იქამდე უნდა ვნახოთ სპორტის ახალი ამბები. ჰოლანდიის ერედივიზიონში 21 ტურის 2 მატჩი გაიმართა. აიაქსმა ალკმარს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0-1 დამარცხდა. 71 წუთზე აიაქსის კაპიტანმა ნიკლას მოისანდერმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს თამაშის წესი დაარღვია და წითელი ბარათი მიიღო. ალკმარმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 76 წუთზე გავიდა. აიაქსის კარი არონ იოჰანსონმა აიღო. 21 ტურის შემდეგ აიაქსს 43 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს. ალკმარი კი 38 ქულით მეხუთე პოზიციაზეა. ამავე ტურის შეხვედრა ჰერაკლესსა და გრონინგენს შორის ფრედ 2-2 დასრულდა. განას ეროვნული ნაკრები აფრიკის თასის ფინალშია. ნახევარფინალში განელებმა ეკვატორული გვინეის ნაკრებს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. 42 წუთზე ტურნირის მასპინძლების კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად ჯორდან აიუმ შეასრულა. პირველი ტაიმის დასრულებამდე განელებმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს. საჯის მიერ კომპენსირებულ დროში ეკვატორული გვინეის ნაკრების კარი ვაკასო მუბარაკმა აიღო. მესამე გოლი 75 წუთზე გავიდა. ანდრეაი უკვე სიაპიას პასის შემდეგ ცარიელ კართან დარჩა და გატანა აღარ გასჭირვებია. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ტურნირის მასპინძელი გუნდის გულშემატკივარმა თამაშის ჩაშლა სცადა. მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა და სიტუაციის განმუხტვის შემდეგ განახლდა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და განამ ფინალში თამაშის უფლება დამსახურებულად მოიპოვა. აფრიკის საუკეთესო გუნდი 8 თებერვალს გამოვლინდება. ფინალურ მატჩში განა კოტ-დივუარის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. საკალათბურთო ევროლიგაზე 4 მატჩი გაიმართა. მადრიდის რეალი ბარსელონას შეხვდა და 24 ქულიანი სხვაობით 97-ით 73 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რუდი ფერნანდესი დასახელდა. ფერნანდესმა საკუთარ გუნდს 22 ქულა შესძინა. მის ანგარიშზე 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემაცაა. გამორჩეული იყო სერხიო როდრიგესი, რომელმაც 23 ქულა მოაგროვა. სტუმრების რიგებში 22 ქულით ყველაზე შედეგიანი მარიო ჰეზონია იყო. ორიგი გამარჯვება მოიპოვა ჯგუფის კიდევ ერთმა ლიდერმა თელ-ავივის მაქაბიმ, რომელმაც გალათასარაი ოვერტაიმში ანგარიშით 97-94 დაამარცხა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გალათასარაის ცენტრი ზორან ერჩეგი გახდა. სტუმართა შორის ყველაზე შედეგიანი დევინ სმიტი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 24 ქულა შესძინა. გადამწყვეტი კი ჯერემი პარგოს ბაზერბითერი იყო, რომელმაც მაქაბის გამარჯვება მოუტანა. Jeremy Pargo from downtown. ამავე ჯგუფში ჟალგირისი ცრვენას ზვესდას ესტუმრა და ანგარიშით 70-68 მოუგო. F ჯგუფის ლიდერი CSKA ოლიმპიაკოსს ესტუმრა და 8 ქულიანი სხვაობით 84-76 დამარცხდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვასილის სპანულისი გახდა. ბერძენი კალათბურთელის ანგარიშზე 19 ქულაა. ბრაიან დანსტონმა 14 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. CSKA-ს შემადგენლობაში ყველაზე მეტი 20 ქულა მილოშ ტეოდოშიჩმა მოაგროვა. ნანდო დეკოლომ საკუთარ გუნდს 13 ქულა შესძინა. მანუჩარ მარკოიშვილმა პარკეტზე არასრული 25 წუთი დაჰყო. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 9 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაა. ევროლიგაზე დღეს კიდევ 4 მატჩი გაიმართება. ბექა კუხიანიძე კომბატ ლიგის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. ახალგაზრდა სპორტსმენი ოკინაური კარატე-დოს ფედერაციის აღზრდილია და საერთაშორისო ტურნირებზე არაერთი ორთაბრძოლა აქვს მოგებული. ბექა ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია და ერთნაირად კარგად ფლობს როგორც ხელის, ასევე ფეხის ტექნიკას. ძალიან მაღალი დონის ტურნირია, ეს არის სუპერ კომბატ ჩელენჯი, ეს არის ძალიან მაღალი დონის ტურნირი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომიწია პირველად საქართველოს სახელით გასვლა ამ შეჯიბრზე და ჩემი მზადება მიდის, კარგად მიდის, ასე ვთქვათ, ჰოლანდიაში გავული ერთ თვეში მზადებას ესე და ვიცი, იმედები მაქვს და გონია რომ გავიმარჯვებ.
მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების მოპოვებას ბექა იტალიაში შეეცდება. ტურნირზე მონაწილეობას 50 ქვეყნის 2000-ზე მეტი სპორტსმენი იღებს. საქართველოს ნაკრების დასაკომპლექტებლად გაიმართება შესარჩევი პირველობა და დაფინანსების შემთხვევაში ფედერაციის სპორტსმენები ყველა წონით კატეგორიაში მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენი ორგანიზაცია გაწევრიანდა კომბატ ლიგის საერთაშორისო ფედერაციაში, რომელიც არის ერთ-ერთი უმაღლესი და უსერიოზულესი ორგანიზაცია, სადაც ტარდება ძალიან მაღალი კლასის ბრძოლები. 1 მაისს ტარდება მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის მიწვევები ვართ ჩვენც. და იმედი მაქვს, რომ ისეთი გუნდით წავდებით, რომელიც მაღალ შედეგს მოგვიტანს. კარგი შედეგის საჩვენებლად ფედერაციის მწვრთნელები და სპორტსმენები თავს არ ზოგავენ. იტალიაში გამგზავრებამდე ინტენსიური ვარჯიშები მიმდინარეობს როგორც ტექნიკაზე, ასევე გამძლეობაზე. მსოფლიო ჩემპიონატზე ბრძოლა K1-ის წესებით ტარდება. 3 რაუნდიანია და თითოეული რაუნდი 3 წუთს გრძელდება. ჩვენი კარატე გავს კიკბოქსინგს, ჩვენ ვეცდებით რომ ძირითადად სისტრაფით მოვუგოთ იქაურ მებრძოლებს. იმიტომ რომ ჩვენი კარატე გამოირჩევა მძიმე დარტყმებით და ძალიან სწრაფი მოძრაობით. საკუთარი პლუსების გამოყენება სპორტსმენები მსოფლიო ჩემპიონატზე მაისში შეეცდებიან. ოკინაური კარატე-დოს ფედერაცია აგრძელებს მუშაობას და ნაკრების დაკომპლექტებამდე დაფინანსების პრობლემის მოგვარებას აპირებს. ჩვენი პატარა მაყურებლის დროც მოვიდა, მადმუაზელ ზაზის დღევანდელი სერია ვნახოთ. She's my dear friend, who you see. So come with me, oh come with me, meet Mademoiselle Zazie, and share with me like 1, 2, 3 how easy life can be. Come ride along with me, what an experience you will see. Come and join with me the world of Zazie. Come and join with me the world of Zazie. Mademoiselle Zazie. მასწავლებლის საიდუმლო სამსახური. Zazie, რასაკეთებ? მაქსის სანახავად მივდივარ. იცი, მთელი დღე მარტოა სახლში. ავატყოფნა საშინელებაა. ზაზი? მასწავლებელთან დახტოვებ, ნახვამდე ის. დაიცადე, შენთვის საქმე მაქვს. ხედავ ალფრედო. ეს მის ნოთონის რვეულია. დარწმუნებული ვარ ტესტის პასუხები იქ წერია. ტესტში პასუხები უნდა ჩაწერო? ჩემთვის ეს არ გითქვამს კლოდომირი. ეს მნიშვნელოვანია ზაზი, შენი იმედი მაქვს. ნუ ხელავთ მის, ამ საქმეს აუცილებლად უეჭველად, სრულყოფილად გავაკეთებ. ზაზის მასწავლებლის რვეული აქვს. ხელში უნდა ჩავიგდოთ. მართლა? ეი ზაზი, დაგველოდე. შენი რვეული უნდა მოვიპაროთ. ჩუმად, ალფრედო. პედრო, არ გაიხედო. უკან მოგყვებიან. კრაბები? რა უნდათ? მე რეაგიხსნე. წამოდი გავიქცეთ. დაბრუნდით. ეს რვეული გვინდა. ჩუმად. აჰა. ჯიმბაროს კოსმოსური თავგადასავალი. კლოდომირ, დამელოდე. სად დაიმალნენ ეს ღვაპები? ჯანდაბა, ვეღარ ვიპოვით. წამოდი ნაყინი ვჯამოთ. რა ნაყინი? შენ უფრო მეტ დროს ატარებ ამ კაფეში ვიდრე ზაზი და მართალია. სწორედ იქ იქნებიან. მას შემდეგ რაც მის ნოთონმა ეს რვეული მომცა, უკან მომყვებიან. მანამდე უნდა მივიტანოთ, სანამ დაგვიჭერენ. კარგი, აქეთ, ჩქარა.
ისრობოთ. აქ არიან, დარწმუნებული ვარ. არის ბანდვინმე. იქ არიან. ხედავ, მართალი ვიყავი. ალბათ გვირაბი გათხარეს და ნაგვის ყუთიდან გამოძვრნენ. რვეული მოგვეცით, რომ ცუდი დღე დაგადგებათ. არასოდეს, პედრო, დაიჭირე. არა. დამიმბრუნეთ. ეს რვეული თქვენი არ არის. ხო, ჩაღალფრედო. ახ ვარა უნდა ვქნათ. არ ვიცი, მაგრამ რამეს მოვიფიქრებთ. მის ნოტონს ხომ ვერ დავაღალატებთ. მართალი ხარ. არ უნდა დავნებდეთ. ეს რა არის? მოგვეცით ნამდვილი რვეული ტესტის პასუხებით. თუ ნახევარსაათში ბოსტონში არ მოიტანთ, წარედ ინანებთ. ეს ადაგრები არიან. ჰეი, დამიცადე. დარწმუნებული ხარ ზაზი? ვარდისფერი უფრო ლამაზი არ არის? მამა, ზაზიმ თქვა რომ წითელი უნდა. კარგი. მადლობ, მისტერ ლამბერტ. აბა, რა ჩაიფიქრე? კრაბებს სხვა რვეული უნდათ. უნდა მიიღებენ. დაგიბრუნეთ რვეული, ჩვენი რვეული მოგვეცით და ამას მიიღებთ. ნუ ჩქარო. ალფრედო, ჯერ რვეული უნდა შევამოწმოთ. თუ ის რვეულია, პედრო მოვა და ამ რვეულს მიიღებს. და არავით არის ხრიკები. გაიგეთ? გაიგეთი, რასაც გეუბნება. თუ რამე ისე არ წავიდა, რვეული გამოსტაცე და მაგთან გაიქეცი. მე ჩემს თავს მივხედავ. აგენტო ზაზი, ჩემთვის დიდი პატივია თქვენს გუნდში სამსახური. წადი ალფი. რვეული ტესტის პასუხებით. ეს არის კლოკლო, ის რვეულია. ძალიან კარგი, ყველაფერი რიგზეა. წავედით. მოდიხარ, პედრო. ნახვამდის. კარგად. მერე, გიჟები ვით გამოვიქეცით შენი სახლისკენ. ძალიან შეგვეშინდა. მაგრამ, აი, რვეული აქ არის. ეს ყველაფერი იმისთვის გააკეთეთ, რომ ჩემთვის საშინაო დავალება მოგეტანათ? ხო, მაპატიე. რვეულში არაფერი წერია. სად არის პასუხები? ხედავ, მართალი ვიყავი. ტესტში პასუხი არ უნდა ჩაწერო. რა თქვი ასეთი? Mademoiselle Zazie lives oh so close to the sea. She's just oh so funny. She's my dear friend who you see. So come with me, oh come with me, meet Mademoiselle Zazie, and share with me like 1, 2, 3 how easy life can be. Come right along with me, what an experience you will see. Come and join with me the world of Zazie. Come and join with me the world of Zazie. Mademoiselle Zazie. პედროს გამოწვევა. პედრო, უკვე მეხუთეა. ისევ. კარგი რა, პედრო, იყო ფამთევზი თამაში. სასაცილო აღარ არის. ზაზი, ჯერ ერთი დღეს 1 აპრილია. შეგვიძლია სხვებს ზურგზე ქაღალდის თევზი მივაკრათ და მეორეც. კარგად გამომდის. მართალია. შენ უბრალოდ დიდი ტრაბახა ხარ. თუ ასეთი მაგარი ხარ, მიდი აბა, მიდი და მის ნოთონს მიაკარი ზურგზე. ჰა? თუ ამას გააკეთებ, მთელი 2 დღე არ შეგაწუხებთ. გოდამირ, პედრო ამას არასოდეს გააკეთებს. საბრალო. თუ გინდა რომ არ შეაწუხო, მაშინ არ უნდა შეაწუხო. ალფრედო. ჩათვალე რომ გაკეთებულია. წარმატებას გისურვებ.
პედრო, ნიშნათონმა თუ დაგიჭირა, დიდი პრობლემა გექნება. ნუ ღელავ, პროფესიონალი ვარ. პედრო. რა საკეთებ? მე? არაფერს. სკოლის კარნავალისთვის ცეკვაში ვარჯიშობ. 1 2 3 1 2 3 1 2 3 პედრო. რა საკეთებ? მოდით ბავშვებო, დაუჩქარეთ. ჩქარა. პედრო. ოლე! 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 ღმერთო ჩემო. ნახვამდის ბავშვებო, ხვალამდე. ერთი, ორი, სამი. პედრო, დიდი თევზი ვერ დაიჭირე? მინდა გითხრა კლოკლო, რომ თევზი ვერ დაფრინავს. თუ დაფრინავს. ჩუმად, ეს ნიშნავს, რომ კიდევ დიდხანს შეგაწუხებთ. საბრალო პედრო. ეს თუ არ გავაკეთე, კლოდომირი არ მომეშვება. მართალია, თავისი არ უნდა გავატანინოთ. რამე უნდა მოვიმოქმედოთ. ჰა, მართალია. ჩვენ დაგეხმარებით, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს აუტანელი კრაბები გავაჩუმოთ. მზად ვარ მასწავლებელს ზურგზე ვეშაპი მივაწებო. ჰა, ჭკუა ვასწავლოთ კრაბებს. ჭკუა ვასწავლოთ. ამ კრაბებს. ამ კრაბებს. გმადლობ, მაიკ. მიირთვით მის ნოტონ. ადვილი არ იქნება. მით უმეტეს რომ მაიკი სულ აკტრიალებს. ო, როგორმე მასთან ახლოს უნდა მივიდეთ. ეს გამოდგება? მის! რა სურპრიზია? აქ ხარ. ძალიან მიხარია. გმადლობ ზაზი, მაგრამ დიახ. კარგი ხანი გავიდა. შეიძლება ნაყინზე დაგპატიჟოთ? ზაზი, 15 წუთის წინ გნახე სკოლაში. ძალიან დიდი დრო გავიდა. შეიძლება ნაყინი შემოგთავაზოთ? მგონი სასკოლო კარნავალის საცეკვაო ნომერი არაჩვეულებრივი იქნება. ტადამ! ბავშვებო, ძალიან მიყვარხართ, მაგრამ იქნებ სხვაგანი ვარჯიშოთ, მაგალითად კალათბურთის მოედანზე. კარგი მაიკ, კარგი აზრია. არაჩვეულებრივი აზრია. აქ რატომ მოგვიყვანე? გინდათ ჩვენი თვალით ვნახოთ, რომ ტყუილად ბაქი ვუქობთ? ჩვენ აქ სათამაშოდ მოვედით. და განსაკუთრებული მსაჯი გვყავს. რა კარგია, ჩემზე რომ იფიქრეთ. კალათბურთი ძალიან მიყვარს. მის ნათონ, ეს მსაჯის სპეციალური მაისურია. მამა ჩემმა მოთხოვა. თქვენ ძალიან მოგიხდებათ. გმადლობ. ძალიან ლამაზია. ჩავიცვამ მაქს. მაქს, ბურთი მომაწოდე. შესანიშნავი გეგმა იყო ზაზი. თითის განძრევა არ დამჭირდა. აბა, ახლა ვინ არის წაგებული? კარგი, ჭკუის კოლოფო. მის ნახეთ, რა მოგაკრათ პედრომ ზურგზე? ხომ უნდა დაისაჯოს?
დიდი ხანია? ეს რა მოუწებებიათ? პედროს ბრალია. გაჭუმდი. ძალიან ყოჩაღი ხარ, პედრო. კარგი. ახლა ვითამაშოთ. კალათბურთი ხუმრობა არ არის. ამაზე დიდხანს ვიცინებ. ეი, პედრო! რა იყო? რა? გახმოვანებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ. მშვიდობისა დავბრუნდით ეთერში. და სულ ცოტა ხანში ვუმასპინძლებთ უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ლადო პაპავას და ვისაუბრეთ უნივერსიტეტში არსებულ სიახლეებზე და ასევე გეგმებზე. საქმე ის გახლავთ, რომ უნივერსიტეტის დაბადების დღეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რომელიც ივან ჯავახიშვილის სახელობის გახლავთ და ეს ალბათ ყველამ ძალიან კარგად იცის. და ამ თემას განვავრცოთ და მოგვიანებით სტუმართან ერთად. და ძალიან საინტერესო თემა, რომელზეც გვიამბობს ნიკუშა ლოპილაძე თავის რუბრიკაში. ალან ტიურინგის ნაწერები კიდევ ახალი აღმოაჩინეს და რაც მთავარია, კედელზე წაწერილი ეს გაშიფრვა, სხვადასხვა კოდის, ეს ყველა მის ალბათ, რომ ის შეფრავდა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების სამხედრო კოდებს. იმდენად რთულია უკვე გაშიფრული, რომ იმასაც ვერ იგებენ. ეს რაც ნიშნავს. ვერში როგორ გატეხა, მოკეთ ენიგმას ცნობილმა ავტორმა ეს ყველაფერი და როგორ წაიკითხა, ნამდვილად არავინ არ იცის დღესაც. ხო, მაგას ალბათ არ ვიცი. დრო დასჭირდება კი. ეხლა კაი ამბავი გამახსენდა, სანამ ნიკუშას სიუჟეტს ნახავთ, ჰარპერ ლიმი პოვნა თავისი რომანის მოკლავ ჯაფარას გაგრძელება კი არა და 50 წელს დაწერილი ხელნაწერი, რომელიც დაკარგული ეგონა და ეხლა გამოუშვებენ. მართლა? რა მაგარი? ასტიშოს იპოვა. აუ, გეგონა რომ დაკარგული იყო, რამდენი წელი გავიდა? 60. ხელნაწერი ხო? დაწილია ამ წიგნის? მე ანუ რაღაც დაწერად მე მეგონა რომ დაიკარგა. ვითომ თემატიკის გარეშე. ხედავთ რას დავეულოთ? მაგასაც დავეულოთ, მანამდე ნიკუშა ვნახოთ. არა, ლადო. ლადო. თუ გავიწყო შენ ლადო. ესეთი დავნეული ვარ. ბლოკავს. ლადოს მივესალმოთ და მოვისმინოთ ბატონი კაკოს შესრულებით კომპოზიცია. დილამშვიდობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გრძელდება ჩვენი მუსიკალური ნაწილი დილის პროგრამისა. ბატონი კაკო ვაშალომიძეა ჩვენი სტუმარი და მისი გიტარა სტრატოკასტერი. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ წინა ჩართვაში იმაზე თუ რომელ მუსიკალურ ჟანრში დაიმკვიდრა ბინა ამ არაჩვეულებრივმა ინსტრუმენტმა. ბატონ კაკო თქვენ რაღაცა თქვა გინდოდათ კიდევ. ხო, დღევანდელ კომპოზიციაზე მინდა. ეს კომპოზიცია აგებულია ცნობილი ბლუზმენის სტივ რეის თემებზე და რატომ? იმიტომ რომ არა რომ დავუშვათ გავაცვლოთ ხალხი ამ კომპოზიციიდან შესრულებით. აქ არის ლაპარაკი მის ტემბრზე, ანუ რომ დაინტერესებული ხალხი მიხვდეს ამ ინსტრუმენტის ჟღერადობა ყველაზე კარგად ისმის აი ეხლა ამ კომპოზიციაში და თანაც ჩვენ უკრავთ სამში. ძველად ტრიოში, ტრიო ცოტა ცუდი ნათქვამია, ამისთან იმას რა ქვია, ძველად ეძახდნენ ტროიკა. როდესაც ბასი, დრამი უკრავს გიტარასთან ერთად, აი თითქმის სიცარიელეში აი ეს სამი ინსტრუმენტი, როგორც კრიმანჭული გურული, ისე ავსებს ერთმანეთს და უფრო კარგად ისმის ამ ინსტრუმენტის ტემპი, თამას შესასრულებლათაც არ არის ადვილი და მე აი მადლობას ვუხდი ბენდ ლაბორატორიის წევრებს, რომ ასე კარგად ამბობს ხარი ამ ძველ მუსიკაში. ნიჭიერი ბავშვები არიან, ბატონო. ესე იგი სტივ რეი ვონი, ეს არაჩვეულებრივი ბლუზმენი, ჩვენ და სამწუხაროდ მუსიკალური ვისაც უყვარდა მელომანების და განსაკუთრებით ბლუზი, ეს ადამიანი საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან და სამაგიეროდ დატოვა ძალიან ბევრი საინტერესო კომპოზიცია, მას ბიბი კინგი ყოველთვის ეძახდა ახალი სისხლი და ეს მართლაც ასია. გთხოვთ.
ბრავო. ბატონო კაკო, ერთი მინდა ისე გთხოვოთ აი ეს რაღაც რაღაც სხვანაირად ჟღერდა. აი ეს არის სტატოკასერის ცნობილი ტრემოლო სისტემა, ამას ვინტეჯი, ძველებური. არსად არ გადართო ჩვენს უმალ დაგიბრუნდებით. ნამდვილად შევხვდებით ლადოს კიდევ ერთხელ. ახლა კი ნათია ბუნტური და მისი დაპირებული შოუ ბიზნესის სიახლეები. დიახ, ქორწილების დიდი ორომტრიალია. მე აღარ ვაპირებ ვიდეო გაჩვენოთ ჯონი დებსა და მის რჩეულზე. მათ უკვე იქორწინეს და ჩვენ წინა კვირას დავაანონსეთ ეს ქორწილი, რომ უკვე დაიგეგმა, თუმცა ძალიან გასაიდუმლოებული იყო ეს ყველაფერი. თუმცა მისალოცია ნამდვილად, მაგრამ ლედი გაგა არავინ მოელოდა ალბათ თუ კი ოჯახს შექმნიდა და ვერც ვერავის წარმოუდგენია ეს ექსტრავაგანტული ქალბატონი, როგორი მეოჯახე და როგორი მეუღლე, თუნდაც როგორი დედა უნდა იყოს. მაგრამ პოპულარ სკლავი ტეილორ კინზე დაქორწინდება და ქორწილი ზაფხულში არის უკვე დაგეგმილი. წყვილი ერთმანეთს 2011 წლიდან ხვდება. ასევე საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გასულ ოქტომბერს მათ საიდუმლო ნიშნობის ცერემონიაც კი ჰქონდათ. ჟურნალებს თუ დავუჯერებთ, ლედი გაგა უფრო დიდ დღესასწაულს გეგმავს და წყვილის საქორწინო ცერემონია მალიბუში ლედი გაგას სახლში გაიმართება. სტუმრად მხოლოდ ოჯახის წევრებს და ახლო მეგობრებს მოიწვევენ, ხოლო სპეციალური სტუმარი, რომელიც ცერემონიაზე იმღერებს სტუმრებისთვის, ტონი ბენეტი იქნება. სულ სხვა ამბავი აქვს ჯასტინ ტიმბერლეიქს და მის მეუღლეს უმშვენიერეს ჯესიკა ბილს. მათ 2 წლის წინ იქორწინეს და ამაზე ჩვენ არ ვისაუბრებთ. 34 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 34 წელი შეუსრულდა ცნობილ პოპ მომღერალს ჯასტინ ტიმბერლეიქს. მან საკუთარი ინსტაგრამის გვერდის მეშვეობით საკმაოდ საყვარელი ფოტო გაავრცელა, რითიც დაიწყო ჩვენი კოლაჟი, ალბათ შეამჩნიეთ. და ამით მან ხანგრძლივი მithქმა-მოთქმა დაასრულა და დაადასტურა, რომ მისი მეუღლე, ულამაზესი ჯესიკა ბილი ბავშვს ელოდება. ჯასტინმა სურათს წარწერაც გაუკეთა და თქვა, რომ ამ წელიწადს ცხოვრებისგან უდიდეს საჩუქარს მიიღებს. ჯასტინის ბენდის მეგობრები ჯგუფი NSYNC-დან ფლობდნენ ინფორმაციას ამის შესახებ უკვე დიდი ხანია, თუმცა საიდუმლო მათ ბეჯითაც შეინახეს, რადგან თხოვნა იყო ჯასტინისგან სწორედ ასეთი. აი რას ნიშნავს ერთად გამოიარო სუპერპოპულარული ბენდის რიგები ამდენი წლის განმავლობაში. ჯასტინმა და ჯესიკამ გასულ ოქტომბერს ახალ ზელანდიაში მათი ქორწინების 2 წლის თავიც აღნიშნეს, ასე რომ ალბათ დროა მათი ურთიერთობა სულ სხვა ფაზაში გადავიდეს, ბავშვი კი 2015 წლის აპრილში გაჩნდება. მე არ ვიცი ნანახი გაქვთ თუ არა 10 წლის წინანდელი ფილმია ლონდონი, რომელიც ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფილმი იყო. ლონდონი ქვია გოგონას, რომლის როლსაც ასრულებს ჯესიკა ბილი. მაშინ ჯეისონ სტეთემი ჯერ კიდევ არ იყო პოპულარული და ისეთი მძაფრ სიუჟეტიანი ტიპაჟი და თუ კი დაგაინტერესებთ ამ ფილმს გადაავლეთ თვალი, იმიტომ რომ მე ის ძალიან მიყვარს ეს ჩემგან ისეთი რჩევა. სულ აინტერესებს ხოლმე ადამიანებს რას ვუყუროთ, რომელი ფილმი ვნახოთ. გარდა იმისა, რა ფილმებზეც თამუნა და ნათიკა დილიდან საუბრობენ ოსკარზე წარდგენილი ფილმები მაქვს ხედველობაში, ესეც რა თქმა უნდა გადაათვალიეროთ. დიდი მადლობა, მე დაგებრუნდებით სულ მალე. დაგელოდებით ჩვენ რა თქმა უნდა. და რუბრიკის დროც დადგა. ნიკუშა ლობილაძემ დღეს ძალიან საინტერესო თემა მოგვიმზადა. ალან ტიურინგის უცნობი ხელწერა და უცნობი გაშიფრული კოდები აღმოაჩინეს ბლეჩლი პარკის კედელზე. ეს ნამდვილად დიდი აღმოჩენაა მათთვის, ვისაც ეს თემა აინტერესებს. თვითონ ისტორია ის, რომ ეს ადამიანი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების გაშიფრულ კოდებს, სამხედრო კოდებს უკვე სათავისოდ შიფრავდა, ეს ყველა მიცის. მაგრამ როგორ ახერხებდა ამ ყველაფერს, სხვადასხვა ხელნაწერებიდან ირკვევა. ესეც ერთ-ერთი მასალაა იმ და მეცნიერებისთვის, იმისთვის, რომ გაიგონ ეს გენიოსი როგორ ქმნიდა საოცრებებს პრინციპში. შემდეგ მისი ეს სამხედრო სამსახურისთვის შექმნილი ნამუშევრები ხომ გადაიზარდა სამეცნიერო ნამუშევრებში და საბოლოოდ მივიღეთ კომპიუტერიც.
კი, ესეც ნამდვილად ასეა, მის სახელს უკავშირდება ნამდვილად კომპიუტერის შექმნა და გამოგონებას. ამბობდა, რომ მანქანას ყველაფერი შეუძლია და იმაზე მეტი ვიდრე ადამიანს და საბოლოოდ მან ეს დაამტკიცა კიდეც. თუმცა რაც შეეხება ენიგმას და მის გაშიფრვას, ვერავინ ვერ შეძლო და დღესაც როგორც ხვდები ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ექნებათ იმ მეცნიერებს, ვისაც აქვს იმის უნარი და შესაძლებლობა და განათლება შესაბამისი, რომ რაიმე მაინც გაიგოს მისი ჩანაწერებიდან, მისი ფორმულებიდან, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს არც ისე მარტივი ყოფილა. იგივე ფილმი შენახსენე ენიგმას, რომელიც ოსკარზეა ნომინირებული და არაერთ ოსკარზე, ბენედიქტ კამბერბაჩი მთავარი როლის შემსრულებელი და პრინციპში გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი საინტერესოა ზოგადად როგორც მეცნიერი და მისი მიღწევები, ასევე ძალიან საინტერესო ისტორიებიც უკავშირდება მის ყველა აღმოჩენას. ცოტა ტრაგიკული იყო მისი ცხოვრება. ნახოთ რუბრიკა და გავიგოთ ამ ახალი აღმოჩენის შესახებ მეტი. ბრიტანელმა მკვლევარებმა ალან ტურინგის ხელნაწერები იპოვეს. ტურინგი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანელების სამხედრო კოდებს შიფრავდა. მსოფლიოში ყველაზე წარმატებული კრიპტანალიტიკოსის საიდუმლოს ბლეჩერის პარკში მდებარე სამხედრო ბანაკის კედლები ინახავდა. ამ ფურცლებზე ალან ტურინგის მიერ კოდების გაშიფრის მეთოდია აღწერილი, რომელიც ჩვენთვის გაუგებარია. ამიტომ ნიმუშები სამთავრობო კომუნიკაციის მთავარ ოფისში გაუგზავნეთ. იქნებ მათ მაინც მოახერხონ მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოს ამოხსნა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უინსტონ ჩერჩილმა ტურინგის ხელნაწერების განადგურების ბრძანება გასცა. პრემიერ-მინისტრის ბრძანების აღსრულება MI6-ის აგენტებმა დაიწყეს. თუმცა ბანაკის კედლებში დამალულ თუ შემთხვევით მოხვედრილ დოკუმენტებს ვერ მიაკვლიეს. ერთადერთი რისი თქმაც ახლა შეგვიძლია ისაა, რომ ტურინგი ამ ხელნაწერებში თავისსავე მათემატიკურ მეთოდს იყენებს. შესაძლოა სწორედ ამ მეთოდით გაშიფრეს ენიგმას მანქანის კოდები, რამაც მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეების გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. გასულ წელს რეჟისორმა მორტენ ტილდუმმა ალან ტურინგის შესახებ ფილმი იმიტაციის თამაში გადაიღო, სადაც ბრიტანელი მეცნიერი ბენედიქტ კამბერბაჩმა განასახიერა. ბრიტანეთის სამთავრობო კომუნიკაციის კრიპტოანალიტიკოსები ტურინგის შიფრის ამოხსნას ცდილობენ. ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი კი ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოს ელის. და ჩვენს გადაცემას სტუმართან ერთად ვაგრძელებთ 8 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იუბილარია და მისი რექტორი აკადემიკოსი ბატონი ლადო პაპავა დღეს ჩვენთან სტუმრად დილომშვიდობის და ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ბატონ ლადო, მოდით დავიწყოთ იმით, როგორ აღნიშნავთ წელს დაბადების დღეს. ჩვეულებრივად სტანდარტულად, ანუ პრაქტიკულად ეს იქნება, ეს არის წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. ჩვენ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მილია მეორე მიგვიწვია სამების ტაძარში. დილას ჩვენი წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, დავესწრებით იქ წირვას. შემდეგ გვაქვს უკვე ჩვენი საუნივერსიტეტო ღონისძიება, რომელიც იქნება გარკვეულწილად შემბჯამება იმისა, თუ რა გაკეთა უნივერსიტეტში და საუბარი იმაზე, რა გვაქვს გასაკეთებელი. ხოლო წარმატებული ჩვენი აკადემიური პერსონალი დაჯილდოვდება უნივერსიტეტის მედლით. ასე რომ ჩვეულებრივ იქნება ეს არ არის გვალი თარიღი, მაგრამ მნიშვნელოვანია ნებისმიერი დაბადების დღე უნივერსიტეტისთვის. კი, ნამდვილად. ბატონ ლადო, განახლებული ლოგოთი ხვდებით მორიგ დაბადების დღეს. ამ ლოგომ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია სტუდენტებში და იყო როგორც კარგი შეფასება, ასევე უარყოფითიც. რატომ გადაწყდა, რომ შეცვლილი იყო ლოგო, რომელიც მოდით დავაზუსტოთ, არც არაფერი არ შეცვლა, ლოგო დარჩა ძველი. აქ საუბარი არის უნივერსიტეტის გერბზე. დიახ. ცოტა ორი განსხვავებული რამ არის. ლოგო არ შეცვლა, ხოლო გერბი უნივერსიტეტს სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ სულ მალე 97 წელს გავხდებით, აქამდე არ გქონია დამტკიცებული. ხოლო ჩვენი წესდებით განსაზღვრულია, რომ გერბს, დროშას და ჰიმნს ამტკიცებს სენატი, განიხილავს და ამტკიცებს სენატი. და განხილვა იყო, როგორ იცით, განხილვა იყო მთელი 1 წლის განმავლობაში. ეს იდეა საფუძველი ჩაეყარა, რომ ქონოდა დაოფიციალურად დამტკიცებული გერბი და დროშა ჯერ კიდევ 2013 წლის ბოლოს. გაფორმდა შეთანხმება ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან, რომელიც დაგვეხმარა სხვადასხვა ვარიანტების მომზადებაში. შემდეგ მათი მომზადებული ვარიანტების პრეზენტაცია შედგა სენატზე.
გამოგვაქვეყნეთ გაზეთში დაიდო უნივერსიტეტის ვებგვერდზე დაიდო უნივერსიტეტის გვერდზე Facebook-ში იყო განხილვები. ანუ ეს არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი ესე თქვა. რატო გამოვიდა როგორ ვერ გეტყვით. ახლა იცით სხვადასხვა ტიპის პროვოცირება ხო ვიღაცას თუ არ უნახია, ეს ჩვენი პრობლემა არ არის. შემდეგ სენატმა გამოთქვა შენიშვნები დაუბრუნდა ჰერალდიკის საბჭო კიდევ ერთხელ, უკვე მეორე ვარიანტი, უკვე 2014 წლის შემოდგომაზე დაიდო ახალი ვარიანტი. ისევ მოეწყო განხილვა უნივერსიტეტის გაზეთში. რა თქმა უნდა, გაზეთითაც, Facebook-ითაც, ჩვენ გვერდზე ინტერნეტში და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოყალიბდა რაღაც ვარიანტები. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სენატმა შექმნა კომისია. ამ კომისიაში შედიოდნენ როგორც სენატის წევრები, პროფესორები, ასევე სენატის წევრები, სტუდენტები. მათ შეარჩიეს კენჭისაყრელად 4 ვარიანტი. სენატი შეიკრიბა, უყარა კენჭი და მიიღო ვარიანტი, რომელიც ჩათვალა ყველაზე მისაღები. რაზეა საუბარი? ჩვენმა დიდმა წინაპრებმა, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს უნივერსიტეტს, მათ შეიმუშავეს ბეჭედი. მათ არ მიუღიათ გერბი. ანუ გამოყენებული იქნა ძირითადად ბეჭედის იდეა. ანუ რომელსაც აწერია თბილისის უნივერსიტეტი, უნივერსიტეტს თბილისიანს ლათინურად, აი ეს არის ყველაფერი დატოვებულია, უბრალოდ გაჩნდა უნივერსიტეტის დაბადების წელი 1918. ეს მიიღო აი საუნივერსიტეტო განხილვის შემდეგ, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ და სენატმა ყველამ ერთხმა დაუჭერა მხარი. ეს მოხდა გასული წლის 29 დეკემბერს. ახლა იცით რატომ ზოგს შეექმნა მსთარი შთაბეჭდილება რომ სიტყვა თბილისის ეს რაღაც საბჭოთა წარსულთან არისო, ეს მათ გაუნათლებობაზე მეტყველებს და მეტი არაფერი, იმიტომ რომ 1936 წლამდე იყო თბილისი და რაც თავარია ქართულ ისტორიულ წყაროებში ყველგან არის დაფიქსირებული თბილისის სახელწოდებები და 1918 წელს შექმნა. და საერთოდ როცა ასეთი გადაწყვეტილება, ეს თარია თუ ვინმეს გორია რომ უნივერსიტეტი იყურება წარსულისკენ. არა ბატონო, უნივერსიტეტი იყურება მომავლისკენ და ამის ფორმულა რა არის, იცით? აბწყო შვებელი წარსულისაგან არის მშობელი მომავლის. ამიტომ შევინარჩუნეთ ის წარსული ტრადიცია, რაც ხონდა, იმიტომ რომ გავიხედოთ წინ. კი ბატონო, გავიხედოთ წინ და ვისაუბროთ სიახლეებზე ბატონო ლოდო. ძალიან საინტერესოა ის, რომ მეშვიდე ფაკულტეტი გაიხსნა, ეს არის ფსიქოლოგიის და მეცნიერების განათლების, ხო თუ არ ვწდები? დიახ, საუბარი არის, რომ აღავადგინეთ ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიც არის ფსიქოლოგიის მიმართულება და განათლების მეცნიერებათა და მათ საფუძველზე, რომელიც უნივერსიტეტში იყო, მაგრამ სამწუხაროდ ცოტათი დაკნინებული. შეიქმნა ახალი ფაკულტეტი. პრაქტიკულად გამოიყო ორ მოქმედ ფაკულტეტს ეს ორი მიმართულება და შეიქმნა ახალი ფაკულტეტი. უკვე სტუდენტების დაკომპლექტა და მიღება გვექნება უკვე 2015 წლის 1 სექტემბრიდან უშუალოდ ამ ფაკულტეტზე ჩაირიცხება ახალგაზრდები. ამით ჩვენ პრაქტიკულად ხაზზე გავუსვით მეცნიერების ამ ორი მნიშვნელოვანი დარგის განსაკუთრებულობას სწორედ განვითარების თანამედროვე ეტაპზე, იმიტომ რომ ფსიქოლოგიის პროფესია, ფსიქოლოგიის როგორც ასეთი დარგის მნიშვნელობა განსაკუთრებულად არის წარმოჩენილი თანამედროვე მსოფლიოში. და საქართველოს ყველაზე გამორჩეული იყო ფსიქოლოგიური სკოლით, რომელსაც საფუძველი უნივერსიტეტის ერთ-ერთმა დამაარსებელმა დიმიტრი უზნაძემ ჩაუყარა საფუძველი და საინტერესო ფაქტიც, რომ 1919 წელს დიმიტრი უზნაძემ შექმნა პედაგოგიკის ინსტიტუტი უნივერსიტეტში. ანუ პრაქტიკულად მეცნიერების ამ ორი დარგის, პედაგოგიკის და ფსიქოლოგიის ერთად-ყოფა, ეს არის ლოგიკური და ამ თვალსაზრისით აკადემიურმა საბჭოს და სენატმაც პრაქტიკულად დაუჭერა მხარი და ეს ფაკულტეტი ასეთი შეიქმნა. როგორც გითხარით, მიღება გვექნება შემოდგომით, თუმცა დღეს სტუდენტები არიან, რომლებიც სხვადასხვა ფსიქოლოგიაზეც ხო სწავლობდნენ სტუდენტები, ოღონდ სხვა ფაკულტეტზე და პედაგოგიკაზე, ისინი სულ ყველა გადმოვიდნენ და დანარჩენ სტუდენტებსაც, ვისაც უნდათ ამ მიმართულებით სწავლა, ჩვენ ყველას უწყობთ ხელს. კი ბატონო ლოდო, კადრს მიღმა სანამ ეთერში შევიდეთ, ვახსენეთ საინჟინრო სკოლა, რომელიც უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნა. მოდით უფრო დაწვრილებით უთხრათ პოტენციურ სტუდენტებს და მაყურებელს ამის შესახებ. ეს არის ძალიან ამბიციური პროექტი, ეს არის საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ინიციატივა, რომელმაც პრაქტიკულად 1000 წლეულის გამოწვევის პროგრამით გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს პროგრამა ყოფილიყო წარმატებული და საქართველოში შექმნილიყო თანამედროვე საინჟინრო სკოლა. ამ პროექტით შეირჩა ერთ-ერთი წარმატებული ამერიკული უნივერსიტეტი, კერძოდ ეს არის სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამ ქართულ სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნება საინჟინრო სკოლა, ამერიკული ტიპის საინჟინრო სკოლა. ეს უნივერსიტეტებია ჩვენ უნივერსიტეტის გარდა ესენი არის ილიას უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ჩვენს უნივერსიტეტში საინჟინრო სკოლაში იქნება 3 მიმართულება. სხვა უნდა გითხრათ რომ
ისეა გააზრებული, რომ ჩვენ სამივე უნივერსიტეტი ვართ არა კონკურენტები, არამედ ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე იქნება. რომ იმათ სტუდენტს შეიძლება ჩვენთან გაიაროს გარკვეული საგნები და ჩვენს ლაბორატორიებში გაიაროს მომზადება, როგორც ჩვენსაც ამ სხვა უნივერსიტეტების ლაბორატორიებში. ჩვენთან იქნება კონკრეტულად ელექტრონული ინჟინერია, ბიოქიმიის მიმართულება და კომპიუტერული მეცნიერება. ეს პრაქტიკულად ქმნის თვისებრივად ახალ შესაძლებლობას, რომ ჩვენთან მომზადეს ინჟინერი, რომელსაც ექნება ამერიკული დიპლომით. ამერიკული დიპლომი, იმიტომ რომ ჩვენ ამ პროგრამამ გაიაროს აკრედიტაცია არა მარტო ქართული სააკრედიტაციო სისტემით, არამედ ამერიკული ABET-ის სისტემით. და პრაქტიკულად ჩვენ მიღება უნდა გქონდეს უკვე 2015 წლის სექტემბერში. ანუ ეს იქნება ძირითადად ინგლისურენოვანი ახალგაზრდებს უნდა გქონდეთ შესაბამისი მომზადება, იქნება მათ შესაძლებლობა ექნებათ, რომ სან-დიეგოში გააგზავნონ სწავლა და სწავლის დამთავრების შემდეგ ეს არის ბაკალავრიატი, 4 წლიანი პროგრამა, დამთავრების შემდეგ მათ უნდა გქონდეთ როგორც ჩვენი უნივერსიტეტის დიპლომი, ასევე ამერიკული დიპლომი. ეს არის პრაქტიკულად ჩვენი უნივერსიტეტის და ჩვენი კოლეგა უნივერსიტეტების რეაქცია იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკა უნდა გახდეს ინოვაციებზე დამყარებული ეკონომიკა და ეს ექნება მომავალი. მე როცა მომავალზე ვლაპარაკობ, ზოგადად ერთ-ერთი ასეთი პროექტი არის, რაც თქვენ მოგახსენეთ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გამოწვევა, როდესაც რადგანაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოეწერა ხელი. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა მოხდეს ჩვენი საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო სივრცის ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში. ეს ამის შედეგად უნდა მოხდეს ის, რომ ჩვენ სტუდენტს უნდა შეეძლოს თავისუფლად მობილურობით გადასვლა ევროკავშირის უნივერსიტეტ, რომელიმე უნივერსიტეტში, სადაც იქნება მობილურობა გახსნილი და იმას სტუდენტს ჩვენთან წამოსვლა. ანუ პრაქტიკულად ეს ნიშნავს საგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემების შერწყმას. ანუ პრაქტიკულად ჩავთვალოთ, რომ უმაღლესი განათლების თვალსაზრისით თუ ამას მივახცევთ და ჩვენ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას მივახცევთ, საქართველოს უკვე იქნება ინტეგრირებული ევროკავშირში. ეს სერიოზული ნაბიჯია. ამის გასაკეთებლად კი დაგვჭირდება ჩვენ თვისებრივად ახალი ავტორიზაციის გავლა ჩვენ უნივერსიტეტებს, პროგრამების ახალი აკრედიტაცია, უკვე ევროპული სტანდარტებიდან გამომდინარე. ამაზე მოაწყო განათლების და მეცნიერების სამინისტრომ არაერთი შეხვედრა და ჩვენ სამინისტროთან ერთად ინტენსიურად მუშაობთ, იმიტომ რომ პრაქტიკულად 2016 წელს ეს პროცესი უნდა დასრულდეს. და რა თქმა უნდა, ძალზედ სერიოზული გამოწვევა და ეს პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ ჩვენი უნივერსიტეტი და სხვა უნივერსიტეტები, ვინც ამას გავაკეთებთ, ხდებით ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილი. ჩვენ დღესაც გვაქვს არაერთი გაცვლითი პროგრამა, რომელსაც წარმატებით იყენებს ჩვენი სტუდენტობა და ჩვენი პროფესორა. მაგრამ თუ შეგვიძლია ვისაუბროთ ახლა. რა თქმა უნდა, ეცეთ ჩვენ ყოველწლიურად პრაქტიკულად რამ ათეულობით ხელშეკრულება ფორმდება. ხანდახან ჩვენთან ჩამოდიან სხვა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, ხანდახან ჩვენ მივდივართ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა შესაძლებელია დისტანციურად ასეთი შეთანხმებების გაფორმება და პრაქტიკულად ტენდენცია საქართველოსდან სტუდენტების გაზრდის არის მზარდი, ისევე როგორც საქართველოში დაინტერესება უცხოელების. ასე რომ აი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ჩვენს უნივერსიტეტს და საერთოდ საუნივერსიტეტო სივრცეს ძალიან დიდ შესაძლებლობებს უქმნის. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენს მაყურებელს კი უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო აკადემიკოსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ლადო პაპავა. ნახოთ რეკლამა, შემდეგ მოამბე და დაგიბრუნდებით. მშვიდობისა დავბრუნდით ეთერში, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, თუ აქამდე რაიმე გამოგჩათ და გსურთ, რომ ნახოთ არქივი, შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდს 1TVG და სრული ვიდეო არქივი არ მხოლოდ ჩვენი გადაცემის, არამედ ნებისმიერი პირველ არხზე გასული გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ.
ასევე დაგვიმეგობრდით Facebook-ის გვერდზე, გიორგი ყოველთვის აქტიურია ამ გვერდზე და შეძლებს რომ გასცეს ყველა თქვენ შეკითხვას პასუხი და ყურადღებით უნდა იყოთ, არ უნდა გამოგრჩეთ ტელეფონის ნომრები, რომელიც თქვენს ეკრანებზე ჩანს ჩვენი გადაცემის მსვლელობისას, ეს არის ცხელი ხაზის ნომრები, რომელიც არის როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და გაითვალისწინეთ, რომ ზარი უფასოა ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ამ ნომრებზე. კარგით, მანამდე კიდევ ერთხელ ვნახოთ სპორტის ახალი ამბები. ჰოლანდიის ერედივიზიონში 21 ტურის 2 მატჩი გაიმართა. აიაქსმა ალკმარს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0-1 დამარცხდა. 71 წუთზე აიაქსის კაპიტანმა ნიკლას მოისანდერმა საკუთარი საჯარი მოსიახლოვეს თამაშის წესი დაარღვია და წითელი ბარათი მიიღო. ალკმარმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 76 წუთზე გავიდა. აიაქსის კარი არონ იოჰანსონმა აიღო. 21 ტურის შემდეგ აიაქსს 43 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს. ალკმარი კი 38 ქულით მეხუთე პოზიციაზეა. ამავე ტურის შეხვედრა ჰერაკლესსა და გრონინგენს შორის ფრედ 2-2 დასრულდა. განას ეროვნული ნაკრები აფრიკის თასის ფინალშია. ნახევარფინალში განელებმა ეკვატორული გვინეის ნაკრებს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. 42 წუთზე ტურნირის მასპინძლების კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად ჯორდან აიუმ შეასრულა. პირველი ტაიმის დასრულებამდე განელებმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს. საჯის მიერ კომპენსირებულ დროში ეკვატორული გვინეის ნაკრების კარი ვაკასო მუბარაკმა აიღო. მესამე გოლი 75 წუთზე გავიდა. ანდრეა იუკვესიაპიას პასის შემდეგ ცარიელ კართან დარჩა და გატანა აღარ გასჭირვებია. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ტურნირის მასპინძელი გუნდის გულშემატკივარმა თამაშის ჩაშლა სცადა. მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა და სიტუაციის განმუხტვის შემდეგ განახლდა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და განამ ფინალში თამაშის უფლება დამსახურებულად მოიპოვა. აფრიკის საუკეთესო გუნდი 8 თებერვალს გამოვლინდება. ფინალურ მატჩში განა კოტ-დივუარის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. საკალათბურთო ევროლიგაზე 4 მატჩი გაიმართა. მადრიდის რეალი ბარსელონას შეხვდა და 24 ქულიანი სხვაობით 97-ით 73 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რუდი ფერნანდესი დასახელდა. ფერნანდესმა საკუთარ გუნდს 22 ქულა შესძინა. მის ანგარიშზე 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემაცაა. გამორჩეული იყო სერხიო როდრიგესი, რომელმაც 23 ქულა მოაგროვა. სტუმრების რიგებში 22 ქულით ყველაზე შედეგიანი მარიო ჰეზონია იყო. ორიგი გამარჯვება მოიპოვა ჯგუფის კიდევ ერთმა ლიდერმა თელ-ავივის მაქაბიმ, რომელმაც გალათასარაი ოვერტაიმში ანგარიშით 97-94 დაამარცხა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გალათასარაის ცენტრი ზორან ერჩეგი გახდა. სტუმართა შორის ყველაზე შედეგიანი დევინ სმიტი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 24 ქულა შესძინა. გადამწყვეტი კი ჯერემი პარგოს ბაზერბითერი იყო, რომელმაც მაქაბის გამარჯვება მოუტანა. Jeremy Pargo from downtown. ამავე ჯგუფში ჟალგირის ცრუენა ზვესდას ესტუმრა და ანგარიშით 70-68 მოუგო. F ჯგუფის ლიდერი CSKA ოლიმპიაკოსს ესტუმრა და 8 ქულიანი სხვაობით 84-76 დამარცხდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვასილის სპანულისი გახდა. ბერძენი კალათბურთელის ანგარიშზე 19 ქულაა. ბრაიან დანსტონმა 14 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. CSKA-ს შემადგენლობაში ყველაზე მეტი 20 ქულა მილოშ ტეოდოშიჩმა მოაგროვა. ნანდო დეკოლომ საკუთარ გუნდს 13 ქულა შესძინა. მანუჩარ მარკოიშვილმა პარკეტზე არასრული 25 წუთი დაყო. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 9 ქულა 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაა. ევროლიგაზე დღეს კიდევ 4 მატჩი გაიმართება. და დადგა ჩვენი მთავარი თემის დროც. დღეს 6 თებერვალია, ბატონი მიშა თუმანიშვილის დაბადების დღე. დღეს დიდი მაესტრო 94 წლის გახდებოდა. ამ თარიღს, რა თქმა უნდა, მის მშობლიურ თეატრში აღნიშნავენ და გუშინ ითამაშეს ჩვენი პატარა ქალაქის სპექტაკლი, რომლებიც წლებია უკვე მაყურებელს ახარებს. 93 წლის 8 თებერვალს შედგა სპექტაკლის პრემიერა. მას დღესაც აჩვენებს თეატრის დასი. მან ჩვენ ნახოთ სიუჟეტი ამ თემაზე და შემდეგ დაგიბრუნდებით სტუმრებთან ერთად. პიესა დადგა რეჟისორმა მიხეილ თუმანიშვილმა. უკვე ტრადიცია დიდი მაესტროს დაბადების დღეზე მისსავე თეატრში მისი გამორჩეულად საყვარელი სპექტაკლი ითამაშონ. სპექტაკლი, რომელიც თაობებს ზრდის, დროს უძლებს და გულგრილს არავის ტოვებს. ბატონ მიშას სიცოცხლეშივე სპექტაკლი იყო გაჩერებული.
მე აი 40-ზე აღვადგინე მაშინ. ეს იყო 96 წელი. კოტელეკიშვილი და თამნო გეგეჭკორი თამაშობდნენ ნესტანს და გიორგის. შემდეგი აღდგენა მოხდა უკვე როცა ეკამოლოდინაშვილი და ბექაჯუმუტია თამაშობდნენ. ეს არის მესამე. და ალბათ ბოლო იქნება ნახოთ. ყველაფერს აქვს დასაწყისი, დასასრული. თუ სპექტაკლი თუ ცოცხალი იქნება, მაშინ გავაგრძელებ. სპექტაკლი ცოცხალია, მის მაჯისცემას ყველა მსახიობი განსაკუთრებულად უფრთხილდება. სიყვარული, პასუხისმგებლობა და ღელვაც ჩვენი პატარა ქალაქის მიმართ განსაკუთრებულია. ყოველ ჯერზე, როდესაც მოვდივართ ამ სპექტაკლის სათამაშოდ არის განსაკუთრებული მღელვარება. და არ გადის და არ ნელდება ეს მღელვარება, არამედ პირიქით. მით უმეტეს ახლა, როდესაც მას შემდეგ რაც ბატონი მიშა არ არის ჩვენ გვერდზე, მას შემდეგ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა, იმიტომ რომ რაღაცნაირად იმ სამყაროში გადავიდა თვითონაც, რომელზედაც დგავდა ამ სპექტაკლს. ეს არის სპექტაკლი, სადაც არის ფაქტიურად მთელი ცხოვრება არის ნაჩვენები. ბოლოს იძახის წამყვანი მეორე აქტში იძახის, რომ პირველ მოქმედებას ჩვენ დავარქვით ყოველდღიური ცხოვრება, მეორეს დავარქვით სიყვარული და ქორწინება, ხოლო რაც დავარქვით მესამეს, ეს არის უკვე გარდაცვალება. ეს არის და ეს არის მიხეილ თუმანიშვილმა ფაქტიურად აი ადამიანის ცხოვრების თითქმის ყველა ეტაპი ასახა. არასდროს გახუნდება, არასდროს არავის მობეზრდება. ყოველთვის მოთხოვნადი და საზოგადოებისთვის საყვარელი ჩვენი პატარა ქალაქი იქნება. არა მარტო ყველა მსახიობები ვთვლით ასე, რომ ეს განსაკუთრებული სპექტაკლია, თვითონაც ასეთ ვთვლიდა ბატონი მიშა და ბედნიერები ვართ, რომ ისევ რეპერტუარშია, ისევ თამაშობთ, ისევ მოთხოვნადია და მაყურებელი ყოველთვის კითხულობს, როდის ვითამაშებთ ჩვენს პატარა ქალაქს და ამჯერად აღმოჩნდა, რომ ჩვენი შვილები ჩაენაცვლენ მთავარ გმირებს, ეს არის ძალიან გულისამაჩუყებელი ჩვენთვის, რა ვიცი, აი ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მღელვარე. სხვადასხვა დროს ახალი სახეები, ახალი სახელები და გვარები და უცვლელი გმირები. ჩვენმა პატარა ქალაქმა კიდევ ერთი თაობა გამოიცვალა. ბედნიერი ვარ, რომ ამ სპექტაკლში მონაწილეობ და რა ვიცი, ალბათ ყველასთვის სანატრელი მომენტი არის ესეთ მსახიობებთან ერთად დგომა სცენაზე და ესეთ სპექტაკლში, ბატონი მიშა თუმანიშვილის სპექტაკლში მონაწილეობის მიღება, რაღაც წვლილი შეტანა. სპექტაკლი, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის სახელად, გვარად, მის სავიზიტო ბარათად იქცა. სპექტაკლის სიცოცხლეზე, დაბადებაზე, განვითარებაზე, სიყვარულზე, ბოლოს კი სიკვდილზე. ყველაფერი თავმოყრილი ერთ სპექტაკლში. ეს არის ჩვენი პატარა ქალაქი. ვაგრძელებთ უკვე სტუმრებთან ერთად საუბარს და შემოგვიერთდნენ ქალბატონი ქეთი დოლიძე თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და ბატონი გია აბესალაშვილი თუმანიშვილის თეატრის მსახიობი. პირველ რიგში გილოცავთ რა თქმა უნდა ბატონი მიშას დაბადების დღეს და ულოცავთ იმ ნამდვილ არმიას ბატონი მიშას მოსწავლეების, რომელთაც დარწმუნებული ვარ, ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ აღნიშნავთ? არ შეიძლება ეს არ ვიკითხოთ. თუმცა რამდენადაც ვთქვით, თავად ბატონ მიშას თავის დაბადების დღეს აღნიშნავს უღაც არ უყვარდა, ხო? არა, მაგრამ ჩვენთან იხდიდა ხოლმე თეატრში ესე, რომ ჩვენ ავჭიჭყინდებოდით და არაჩვეულებრივი 60 წლის თავი გადაიხადა, მერე ჩვენ გადავუხადეთ 70 წლის თავი. არ მოვასვენეთ, მაგრამ ეს ყოველთვის იყო დაკავშირებული რაღაცა სანახაობასთან. ხო, თეატრალურად ვაკეთებდით ამას ყველაფერს. განსაკუთრებით არაჩვეულებრივი იყო 60 წლის თავი. ჩვენ მაშინ მოვახერხეთ ის, რომ იქედან მოსკოვიდან და პეტერბურგიდან დაურეკა ტავსტანოგოვმა, ეფროსმა, ну, არაჩვეულებრივი და მე ჩვენ ის თეატრალიზებულად გავაკეთეთ ეს ყველაფერი და ყველანი მონაწილეობდა ამაში. ეხლა როცა ბატონ მიშა აღარ არის, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი საჩუქარი ჩვენთვის არის მისი სპექტაკლები. მე უბრალოდ ორი სიტყვით მინდა ვთქვა, რომ არსებობს ნაწარმოებები, საერთოდ იცით რა, ასეთი ის იყო რა ქვია, რაღაც რატომღაც მიღებულია ასე, რომ სპექტაკლები ბერდება, სპექტაკლები რაღაცა რამოდენიმე წლის მერე აღარ ნახო და ეს მითი გაქარწყლებულია უკვე და მომსპარია. იმიტომ რომ არსებობს რამოდენიმე სპექტაკლი მსოფლიო თეატრის ისტორიაში, რომელსაც არაფერი არ მოსდის. აი ახლა დღეს რო აღარ ვლაპარაკობ უკვე ბაკულას ღორებზე, რომელზეც ყოველთვის არის რაღაცა
ანშლაგი არ ქვია ამას. ბილეთები არასდროს არ არის. ეხლაც აი გუშინდელ და დღევანდელ სპექტაკლზე ყველა ბილეთი გაყიდულია და უკვე უბრალოდ დადგა მომენტი, რადგან რეჟისორად, ასისტენტ რეჟისორად და რეჟისორად იყო ზაზა მიქაშავიძე, ბატონ მიშა როცა დგამდა ამ სპექტაკლს, ზაზას ჩაბარდა ეს სპექტაკლი, ასე ვთქვა და ზაზა უვლის ამ სპექტაკლს მიქაშავიძე და ეხლა უკვე დადგა დრო, როდესაც ბექა ჯუმუტია და ქეთიას მან ეკა ბოლოდინაშვილმა თქვენს რომ დრო გავიდა უკვე და ახალგაზრდები შეიყვანეთო. ამ სპექტაკლში ყოველთვის არის აი ეს პრობლემა, რომ 10 წლის მერე ყველა წელიწადში ერთხელ იმდენი წლის არის უკვე სპექტაკლი. ეხლა შევიდნენ ერეკლე გეწაძე, ანიკო დუგლაძე და ნინი იაშვილი. და მე მგონია რომ მე ისეთი ბედნიერი ვიყავი გუშინ წინ. აი გუშინ წინ, როდესაც უყურე აი სრულ პრაგონს, აი გენერალურ რეპეტიციას, რომ არაჩვეულებრივი შრომა გაწიეს ყველა მსახიობმა, ეხლა უკვე მე გიას გადავცემ სიტყვას და აი ეს ის უკვდავი სპექტაკლია, რომელზეც მე რომ მკითხოთ რეჟისორების და მსახიობების თაობა უნდა გაიზარდოს. ნამდვილად აი ერთხელ როგორც აი არ ვიცი რა გითხრათ, ყველაზე დიდი და კარგი ნაწარმოები უნდა გქონდეს წაკითხული. ლიტერატურული ისე უნდა გქონდეს ნანახი, ბაკულას ღორები და ჩვენი პატარა ქალაქი, რომელიც ცოცხლობს და მომავალ წელს კიდე აი ჩვენი ყოფილი ვინც მიიღო მაშინ სპექტაკლში, ისინი მომეხმარებიან და უნდა აღვადგინო აუცილებლად ზაფხულის ღამის სიზმარი. აი ესეთ შედევრი. ესეთი ასე რომ 95 წლის იუბილეზე, ხო ბატონი მიშა 95 წლის იუბილეზე ვფიქრობთ, ხო? ადრეც გვინდოდა, მაგრამ რაღაც საერთოდ რაღაც არ მოხერხდა, ვიცი, ბერმა ვითარება, მას შეგვიშალა ხელი. რაც შეეხება თვითონ ამ სპექტაკლს, ჩვენი პატარა ქალაქი, აი ძველი დროიდან მახსოვს უკვე ისეთი იმდენი ხანი გავიდა, რომ რაღაცა თითქოს დროში მოგზაურობას გავს ჩვენი იქ თამაში რა, იმიტომ რომ ის გარემო, ის ადამიანები, რა თქმა უნდა, ზოგი აღარ გვყავს ახლა გვერდში, მაგრამ საოცარი სპექტაკლი, აი მართლა არის ქრესტომატია, როგორც ახლა ქეთი აღნიშნა, რომ მართლა ყველამ უნდა ნახოს რა, აი როგორი უნდა იყოს სცენარი, როგორი უნდა იყოს დადგმა, როგორ უნდა თამაშობდნენ მსახიობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ყველაფერი, აი მუსიკა თითქმის ყველაფრად ასეთი ხორჩესხმული სპექტაკლია რა და ამაზე უნდა გააზარდო თაობები და როგორც მსახიობი, ასე რეჟისორები. ასეც არის მე მგონი, არა მარტო რეჟისორები და მსახიობები, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც თეატრი უყვარს, თვითონ ნახავს, შემდეგ უკვე შვილი მიყავს და არა ერთხელ, რამდენჯერმე ყველას აქვს ნანახი ეს სპექტაკლი, შეუძლებელი რომ ერთხელ მიხვიდე და არ მოგინდეს რომ ყოველთვის, როდესაც მოდის ახალი თაობა, ეს არის ახალი აღმოჩენა, აი აღმოჩენა მსახიობების. ხა წარმოგიდგენიათ, ესენი თამაშობდნენ პირველ სპექტაკლებს, როცა თამაშობდით, ნინელი ჭანკვეტაძე და ნინო ბურდული, რამდენი წლის იყვნენ? ნინელი სულ პატარა გოგო, 24-ის, 25-ის, მაგრამ მაშინ ეს სხვა ელფერი ქონდა ამ თეატრს, ეს იყო სახელოსნო, ეს იყო რამოდენიმე ჯგუფზე, ახალგაზრდების ჯგუფზე დაფუძნებული სულ ახალი თეატრი, რაც აი შექმნა თუმანიშვილმა და მან ესეც უნიკალური ამბავია. უნდა ეთამაშა სპექტაკლში ბატონ ეროსი მანჯგალაძეს. კი, მაგრამ არა, ეს იცით როგორ იყო. ბატონმა ეროსი მოიტანა ეს პიესა და თქვა რომ აი ძალიან მინდა. რეზო გაბრიაძეს მისცა უნიკალურად გადმოაქართულა, თავიდან დაწერა. ოღონდ სქემა აბსოლუტურად დაცულია, არქიტექტონიკა სრულიად არ არის შეცვლილი. ეს ტორტონ ვაილდერია, მაგრამ რეზო გაბრიაძის ტორტონ ვაილდერი. და ამიტომ ეს რო გადავიდა ყველაფერი ქუთაისში, ხა ეს ისეთი უდიდესი ეს არის მწერალიც და რა გითხრათ, დრამატურგიც რეზო გაბრიაძე, რომ სრულიად ჩვენი გახდა. და არ დაცალდა ბატონ ეროსის ამის თამაში, მერე ეს მისია თავის თავზე აიღო გიორგი გეგეჭკორმა, რომელიც იყო სრულიად არაჩვეულებრივი და მეორე შემსრულებლად, ასეთივე სრულყოფილ შემსრულებლად იყო ზაზა მიქაშავიძე, რომელიც სულ ახალგაზრდა იყო მაშინ და ამიტომ ერთ სპექტაკლს თამაშობდა ეს ბრძენი, არაჩვეულებრივი კორიფე ჩვენი, აი გენიალური მსახიობი
გიორგი გეგეჭკორი და ეხლა უკვე ზაზა მიქაშავიძეს მიყავს ეს სპექტაკლი. ასე რომ იცით რა, აი მე არ მიყვარს ზოგჯერ წამოწდებათ ხოლმე რომ ვიღაცას ისეთი მწარედ წამოწდება რომ მუზეუმი ხო არ არის. არა, მუზეუმი არ არის. იმიტომ რომ მე ვიცი მაგალითად როდესაც რობიკოს უნიკალური სპექტაკლი, აი სრულიად გენიალური ქმნილება, კავკასიური ცარცისწრე, რამდენი წლის მერე დადგა სცენაზე და ითამაშა რამაზ ჩხიკვაძემ, ის აბსოლუტურად არ დაბერდა და ვერც დაბერდება. ეს არის განსაკუთრებული სპექტაკლები ასეთი. კაპიტან ქეჯი, თქვენ ახსენეთ თეატრი როგორც სახელოსნო. უпроსტად ის პერიოდი, როდესაც ჯერ კიდევ იყო მხოლოდ სახელოსნო. შეუძლებელი არ გავიხსენოთ ბატონ მიშას იუბილეზე. თქვენ როგორ იწყებდით მასთან ერთად მუშაობას ბატონ გიას, სანამ სცენაზე როგორც სახიობი დადგებოდა, იქამდე აქვს როგორც ვესით გამოცდილება, ხო? მე ცოტა თეატრი, რომელიც გვაძლევს საშუალებას გვერდიდან შევხედოთ ჩვენს თავს და გავაკეთოთ. იცით რა, ეს ბევრჯერ დაიწერა, ჩვენ დავდგით ასეთ სადიპლომო სპექტაკლი, რომელსაც ერქვა ახალგაზრდა გვარდიის სახელით. მაგრამ ჩვენ ვიყავით, ასე ვამბობდით, რომ მაგალითად მე ქეთი დოლიძე შევდივარ ახალგაზრდა გვარდიის რიგებში ვფიცავ, მე მურმანჯინორია ვფიცავ, მე ზაზა მიქაშავიძე ვფიცავ. ეს იყო ესეთი ჩუმად მომზადებული სპექტაკლი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნანა კვასხვაძე და ჩუმად წავედით წაღვერში 18 კაცი და აი ეს ნახევრად ეს გამზადებული სპექტაკლი ვაჩვენეთ ბატონ მიშას დილის 5 საათზე. არ იცოდა რომ ვდგამდით, არ იცოდა რომ ეს მზადდებოდა. ეს იყო ქალბატონი ნათელა ურუშაძის ესეთი წინადადება, რომ მოდითო რაღაც ისეთი მოუმზადეთო და მე უთხარით რომ აი ბატონ მიშა თქვენ აი ახლა დაამთავრეთ და ეს გახდა ამ ჯგუფის მართლა უნიკალური სადიპლომო ნამუშევარი, რომელზეც მე მამაჩემის წყალობით, სიკო დოლიძის წყალობით მოვიდა მაშინდელი ცეკას მდივანი ქალბატონი ვიკა სირაძე. არც ინსტიტუტს, არც არავის ამაში მონაწილეობა არ მიუღია. ეს გააკეთა სიკო დოლიძემ და ვიკა სირაძემ. ქალბატონი ვიკა მოვიდა, გაგიჟდა ამ სპექტაკლზე და თქვა რომ გახსენდათ უცებ რომ ბატონი მიშა 7 წელი უთეატროთ არის. მერე ქალბატონმა ვიკამ ეს ყველაფერი მოუყვა ბატონ ედუარდს, მე მაშინ გადავეც ქალბატონ ვიკას ესეთი აფიშა, სადაც დავწერე რომ ბატონ ედუარდ, ჩვენი მაესტროს გარეშე სიცოცხლე არ შეგვიძლია. მოდით გვნახეთ. ამან ეთყობა იმოქმედა, იმანაც რომ გახმაურდა ძალიან ეს სპექტაკლი და თეატრის მოღვაწეთა კავშირში 4 დღის მანძილზე ვითამაშეთ ყველა ჩვენი სპექტაკლი. სიცხლიანი ქორწილი, კარებს აჯახუნებენ, მსხვერპლი და ბოლოს იყო აი ეს სადიპლომო ახალგაზრდა გვარდიის სახელით და მოვიდა მთელი ცეკატეკა ყველა ერთად და გაგიჟდნენ სპექტაკლზე და ზუსტად 15 წუთში ბატონი გიგას კაბინეტში თქვეს რომ როგორ შეიძლება რომ ამ ხელა რეჟისორი იყოს თეატრის გარეშე და ზუსტად 2 კვირაში ჩვენ ავირჩიეთ ბატონი რეზო ჩხეიძე და კინოსტუდია ქართული ფილმი და ვთქვით რომ ბევრჯერ გვთავაზობდა ბატონი რეზო რომ გაგვეხსნა კინომსახიობთა თეატრი ბევრჯერ ვახლდი მე ბატონ მიშას ბატონ რეზოსთან დღესაც მინდა უზარმაზარი მადლობა უთხრა ბატონ რეზო ჩხეიძეს ტექნიკურად ეს ყველაფერი მერე და ყველანაირად გააფორმა აკაკი დვალიშვილმა რომელიც იყო კომიტეტის თავმჯდომარე კინემატოგრაფიის და ბატონ რეზოსთან ჩვენ ვიყავით თავისუფალი ბედნიერი მოვლილი და დაიბადა აი ეს არაჩვეულებრივი თეატრი და ბოლოს მინდა ვთქვა ეს თეატრი გაიხსნა როდესაც ბატონ მიშას შეუსრულდა 60 წელი ეს წარმოუდგენელია რომ ამ ასაკში თვისობრივად ხელწერით შემოქმედებითად ემოციურად სულ სხვა ცხოვრება დაიწყო მიხეილ თუმანიშვილმა და შექმნა ისეთი შედევრები როგორიც იყო დონ ჟუანი საფხულის ღამის სიზმარი ჩვენი პატარა ქალაქი ბაკულას ღორები უკვე წამოვიდა ამათი აი ნინელი ჭანკვეტაძის და რამაზ იოსელინის და იმის ჯგუფიდან უკვე სადიპლომო სპექტაკლი იყო ისიც სადიპლომო სპექტაკლი იყო და ასე რომ ეს არის ერთ-ერთი უნიკალური როცა ამბობენ რომ აი 60 წლის ასაკში ადამიანმა ეს გააკეთა ბატონო გია, სწორედ რეზო ჩხეიძე მეგიყვანათ თქვენ ბატონ მიშას. ხო, მე რაც გარკვეულწილად აღმოჩნდი, ჯერ ფილმზე ვიყავი, მე საერთოდ მსახიობა როგორც კი დავიწყე, ჩემთხოვეთ ფილმზე აღმოჩნდი მთავარ როლში და შემდეგ უკვე რომ მორჩა ეს ფილმი, სადღაც უნდა გვემუშავა, მაშინ ესე იყო სტაჟი იყო საჭირო და რაღაცა რომ ჩაგებარებინა.
ვაბარებდი უნივერსიტეტში, სხვა ფაკულტეტზე. თეატრალში არა და მე ბატონო მიშამ სეგუნა რომ ის რა ქვია რო გინდაო ჩააბარო ამისთვის ბევრი უნდა იშრომო და მე ვთხარი აქ თქვენთან არ ვაბარებ მეთქი და მე მითხეს რას ქვია არ აბარებო კაცმა გითხრაო და რაღაც ყურადღება მოგაქცია რაღაცა და მე ეს გამიჩნდა სურვილი რა თქმა უნდა მე რომ ნახე და უფრო მეტად გავიცანი ეს თვითონ ეს დასი იქ ვიყავი მე გამრათებელი სცენის მუშა რეკვიზიტორი ყველაფერი რა ვიცი ყველაზე კარგად იცნობთ ამ თეატრს. ან ვისი კომპლიმენტი დაგიმსახურებიათ, ვისაც ამბობენ რომ დაუნდობელი იყო შეფასების. დახმარებით მომიყვანეს ამ თეატრში და ამ შემდეგ ბატონი რეზო ახლა ავათარი და მინდა აი უსურვამას დიდხანს სიცოცხლე ჯანმრთელობა და აი კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა უთხრა აი უზარმაზარი 8 წლისთვის რაც ამ თეატრის მიმართ მას გააჩნია და ბატონი მიშა სხვა შორის ყველა ჩვენ პრემიერას პირველი აბარებდა ვინც იყო და ვინც უნდა მოსულიყო ეს იყო ბატონი რეზო და ბატონი აკაკი დვალიშვილი ტრადიცია თქონდა ტრადიცია იყო რომ ბატონი რეზო უნდა ყოფილიყო დარბაზში მერე უკვე ბატონი მიშა რო წავიდა ამ ქვეყნიდან მე ეს ტრადიცია გავაგრძელე ჩვენ გავაგრძელეთ ეს ტრადიცია და ნუგზარ ბაგრატიონიც გოგა მარგვედაშვილიც ყოველთვის ვეძახდით ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის კიდევ ერთხელ გილოცავთ ბატონი მიშას დაბადების დღეს და ჩვენს მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ქალბატონი ქეთი დოლიძე რომელიც კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი გახლავთ და ასევე მოსპინძლობდით ბატონ გია აბესალაშვილს რომელიც კინომსახიობთა თეატრის მსახიობია ნახოთ რეკლამა რამდენიმე წუთში დავბრუნდებით დროებით დავბრუნდით ეთერში და საუბრობთ თემაზე, რომელსაც პრინციპში სულ ცოტა ხანში ალბათ მთელი მსოფლიო ილაპარაკობს. მას შემდეგ რაც შედგება 50 Shades of Grey-ის პრემიერა და კინოეკრანებზე გამოვა ფილმი, რომელსაც დიდი ხანია ელოდება მაყურებელი იმ მკითხველის დიდი პროცენტი, ვინც წიგნი წაიკითხა და თვლის, რომ მისთვის საყვარელი წიგნია. ის იმ მკითხველის რა და როგორ თქვი? იმ მკითხველის დიდი ნაწილი? იმ მკითხველის აბსოლუტური ნაწილი, რომელიც თვლის, რომ ეს წიგნი არის აბსოლუტური სისუსტე თანამედროვე ლიტერატურაში და თვლის, რომ ეს საერთოდ შეიძლება არც არის ლიტერატურის ნაწილი რაღაცა მაკულატურა უფრო. მე მგონია, რომ საცოდაობაა იმდენი ქაღალდი დაიხარჯა ამ ტექსტისთვის და შეიძლება და ბევრად უფრო ღირებული რამ დაწერილი იყო ამ ფურცლებზე, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ წიგნი, უბრალოდ ფილმი არ იქნება ისეთივე იაფფასიანი, როგორიც არის ტექსტი. მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. სხვათა შორის ფილმზე თქვეს, რომ წიგნში გრეი, ანუ მამაკაცი, სჯობია ქალს, ამ წიგნში ასეა. ფილმში ამას ასე ვერ ვიტყოდით, ანუ არ არის გრეი ისეთი იდეალური, როგორიც ფილმშია დახატული. ეს მე წავიკითხე ინტერნეტ სივრცეში. ვიზუალს გულის, ხო? ვიზუალს, ხო. ხო, არა. ხო, ტრეილერია შესაძლოა. ისე რომ აჯობა წიგნშიც გოგო მაგაში ფაქტია. ხო. მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ამბავი არის ის, რომ ორგანიზაციები, ამერიკული და კანადური ორგანიზაციები, რომლებიც იბრძვიან სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ და პორნომასალის გავრცელების წინააღმდეგ აცხადებენ, რომ ბოიკოტს უცხადებენ ამ ფილმს და მოუწოდებენ ადამიანებს არ დახარჯონ თანხა ამ ფილმის სანახავად და ეს უფრო გამოიყენონ უკეთესი მიზნებისთვის. სავარაუდოდ მე ასე მგონია, როგორც წესი ასეთი აქტივობები უფრო მეტად პოპულარულს ხდის ხოლმე თვითონ პროდუქტს. არ ვიცი როგორ აისახება ამ შემთხვევაში 50 Shades of Grey-ზე ეს აქტივობა. აისახება აუცილებლად. აუცილებლად აისახება, მეც დარწმუნებული ვარ, მაგრამ მე ერთ რამაში ვარ დარწმუნებული კიდე, რომ ზუსტად იციან ეს ამ ადამიანებმა რასაც აკეთებენ და ისინი არიან პროფესიონალები თავის საქმის და ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს ტექსტიც გაიყიდებოდა და უკეთ იციან, რომ კინოც გაიყიდა, კინო არა, ფილმიც გაიყიდება.
მაგრამ ამ ბოიკოტის შესახებ ალბათ უფრო დეტალურად უნდა გავიგოთ და მოვუსმინოთ სალომე კელაშვილს. This is just an interview for the newspaper. I just have a couple of questions. Mr. Gray will see you now. ფული, რომელიც თქვენ კინოთეატრის ბილეთში, პოპკორნში და სასმელში უნდა დაგეხარჯათ, ან რომლითაც ამ ფილმის სანახავად წასულებს ბავშვის მომვლელისთვის უნდა მიგეცათ, სექსუალური ან ოჯახური ძალადობის მსხვერპლს გადაეცემა. სწორედ ისეც, რომლის გლამურული სახეც ჰოლივუდმა გვაჩვენა. განაცხადეს ამერიკელმა და კანადელმა აქტივისტებმა და მოსახლეობას მოუწოდეს გრეის 50 ფერი გაეპროტესტებინათ. ფილმი, რომელიც პრემიერამდე სკანდალურად ითვლებოდა, ახლა ხალხის აღშფოთების მიზეზი ისევ გახდა. ახალი კამპანია $50 და არა 50 ფერი კანადაში და ჩრდილოეთ ამერიკაში დაიწყო. ჰოლივუდს არ სჭირდება თქვენი ფული, ძალადობის მსხვერპლ ქალებს სჭირდებათ. ნათქვამია კამპანიის სლოგანში. კამპანიამ კრიტიკა უკვე გამოიწვია, მათ შორის ვისი აზრითაც BDSM-ში სექსის ერთ-ერთ სახეობაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ ისინი არა BDSM-ის წინააღმდეგ, ძალადობის რომანტიზირების წინააღმდეგ გამოდიან. My tastes are very singular. You wouldn't understand. კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც ფილმის წინასაპრემიეროდ მოხდა ლონდონში გავრცელებულ რეკლამას უკავშირდება, სადაც მშობლებს ფილმის ნახვას შვილებთან ერთად ურჩევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 100 წუთიან ფილმში 12 საოცრად თამამი სცენაა, ერთ-ერთი კინოთეატრის სარეკლამო კამპანიაში ნათქვამია, რომ არაფერი დაშავდება თუ მშობლები 12 თვემდე ბავშვებს კინოში მიიყვანენ, ისინი ხომ მაინც ვერ ხვდებიან რა ხდება ეკრანზე. სწორედ იმის გამო, რომ გაურკვეველია, ვისთან ერთად შეიძლება ნახო გრეის 50 ფერი. ყოველი შემთხვევისთვის მშობლებთან ერთად ნამდვილად არა. აღმოჩნდა, რომ ვალენტინობას კინოთეატრის სტუმრობის მსურველების 80% ქალბატონები არიან. გრეის 50 ფერის პრემიერა დიდ ბრიტანეთში და ამერიკაში 13 თებერვალს იგეგმება. და ნათია ბუნტურის დრო მოვიდა, გავიგოთ რა მოგვიმზადა ბოლო ჩართვისთვის, დღევანდელი ბოლო ჩართვისთვის. ვერაუვლიდით გვერდ სამეფო ოჯახებს და კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, მით უფრო რომ მეორე ბავშვზე არის ფეხმძიმედ კეიტ მიდლტონი და სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ კეიტი გოგონას ელოდება და ამ ამბავში ყველაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ ის ფაქტია, რომ გოგონას სახელს დაარქმევენ პრინცესა დიანას საპატივსაცემოდ. კეიტის ეკოსკოპიის სურათიც კი გავრცელდა ინტერნეტსა და ჟურნალ-გაზეთებში, რითიც ერთ-ერთი მეტ და ნამდვილად გამდიდრდა, თუმცა ჩვეულებრივი თვალით ბავშვის სქესს ამ ეკოსკოპიის ფოტოთი ვერ ამოიცნობდა საზოგადოება, ვიდრე ეს ვერსია თავადვე სამეფო წყვილმა არ დაადასტურა. და სამოდელო ბიზნესს შევეხოთ ასევე და გეტყვით, რომ მამაკაც მოდელებს შორის გამოჩნდება ახალგაზრდა მოდელი, რომელიც შესაძლოა კონკურენციას არა მხოლოდ ბიჭებს გაუწევს, არამედ სერიოზული კონკურენტი იქნება მისი ღვიძლი დის. როგორც გაირკვა, ვიქტორიას სიკრეტის სუპერმოდელს როზი ჰანტინგტონ უაიტლის ყავს ძმა და ის სულაც არ ჩამოუვარდება მას გარეგნობით. როზი ჰანტინგტონის უმცროსი ძმა ტობი ასევე არაჩვეულებრივი აგებულების და კარგი გენების მატარებელი აშკარად, რადგან ეს და-ძმა დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელები არიან ბიზნესში. ტობის თურმე სერფინგი იტაცებს და ეს მის ათლეტურ გარეგნობაზეც ნამდვილად აისახება. 24 წლის ჭაბუკმა პირველი დიდი კონტრაქტის მოპოვება წარმატებულ მამაკაცების სამოსის ბრენდთან ჯაკომოსთან უკვე მოახერხა. ეს კიდევ ერთხელ მიდასტურებს იმას, რომ ოჯახში თუ მართლაც კარგი გენეტიკაა და ძმაც შესაძლებლად მიმზიდველები გაიზრდებიან. ესეც ცხელ-ცხელი პატარ-პატარა ამბები და დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისათვის, რომ ყურადღებით მისმენთ ხოლმე. მე მოვამზადებ და გპირდებით, რომ კვლავ და კვლავ საინტერესო ამბებს მოგიტანთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ და ვეცდები, რომ სწორედ თქვენ იყოთ პირველები, ვინც ამის შესახებ გაიგებს, ამიტომ სულ რამდენიმე დღეში შევხვდებით, ბედნიერი დღე მინდა გისურვოთ, საუკეთესო სურვილებით,
ახონდის. მადლობა ნათია. ჩვენს ეთერში რუბრიკის დრო დადგა თეკლა გოგოლაშვილის გმირი დღეს ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძეა. სიმბოლურიც არის ეს ყველაფერი, როგორც უკვე ჩვენმა მაყურებელმა გაიგო, 8 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო დღე, 97 წელი უსრულდება უნივერსიტეტს და ალბათ არ შეიძლებოდა ამ თარიღთან დაკავშირებით დღევანდელ ჩვენს პორტრეტში არ გვენახა ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე, ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში უნივერსიტეტის ძალიან ბევრ თაობას ზრდის და აღზარდა. კი, ნამდვილად ასეა, თუმცა მას ბევრად უფრო ძველი მოგონებებიც აქვს უნივერსიტეტთან დაკავშირებით და მე მახსოვს ერთხელ მასთან ვიყავი ინტერვიუზე და მომიყვა რომ მამა როდესაც ასეირნებდა მას უნივერსიტეტთან ქუდს იხდი და იმდენად მოკრძალებული დამოკიდებულება იყო უნივერსიტეტის მიმართ და ეს რაღაცა განსაკუთრებულად ახსოვს და ალბათ ვერც წარმოიდგენდა ოდესმე თუ ამ უნივერსიტეტის კედლებში თვითონაც ემუშავებდა მაგრამ კიდე მე თვითონ გავიხსენებ ერთ რაღაცას ცოტა მეშინია ამის გახსენების იმიტომ რომ ჩემს ასაკზე ალბათ ბევრად უფრო სხვა წარმოდგენა შეგექნებათ ვიდრე ვამბობ მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს ქალბატონი მარიკა როდესაც გამოდიოდა და საქართველოს ისტორიის სხვა პერიოდზე ყვებოდა. არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არა. რატო უნდა შეგვეცვალოს? ძალიან ადრე იყო. არა, არ შეიძლება, იმიტომ რომ თვითონაც ზუსტად შედი. ეს გაშეშებული კადრი იყო. ქალბატონი მარიკა სულკან იყო საქართველოს რუქა და ეს გაშეშებული და ქალბატონი მარიკა რა თქმა უნდა უწყვეტად ყვებოდა სხვადასხვა ისტორიას და ეთყობა ძალიან საინტერესოდ, იმიტომ რომ პატარა ვიყავი, მაგრამ ვუსმენდი. ნამდვილად. საინტერესო იქნებოდა. ახლაც მოусმინოთ ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძის პორტრეტი ვნახოთ და მოусმინოთ ინტერვიუს. თბილისში უნივერსიტეტის დაარსებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთოდ საქართველოს ისტორიისთვის და მაშინაც ძალიან თავისებური მდგომარეობა იყო. ეხლა საბჭოთა ხელისუფლების დროს ზუსტ თარიღს როდის დაარსდა მაინცა და მაინც არ წერდნენ, იმიტომ რომ მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა სახელმწიფო შეკრული არ იყო და სწორედ ის რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე დაარსდა თბილისში უნივერსიტეტი, ამან მნიშვნელოვნად განაპირობა ის ამბავი, რომ ეს იყო თავიდანვე ქართული უნივერსიტეტი. რომ საბჭოთა ხელისუფლების დროს დაარსებულიყო, მაშინ ის იქნებოდა არა ქართული, არამედ რუსული უნივერსიტეტი. ამ უნივერსიტეტის დაარსებაში, რომ განსაკუთრებული წვლილი ივანე ჯავახიშვილს მიუძღოდა და ქართული ინტელიგენციის მეცნიერების მნიშვნელოვან წარმომადგენლებს, ამაზე ალბათ ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ მე გეტყვით ქართული ინტელიგენციის დამოკიდებულებაზეც ამ უნივერსიტეტის მიმართ. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის პირდაპირ იყო მინდორი. იმას პალეანკას ვეძახდით და მამას ხანდახან დედა გაგვატანდა რაღაცას, ასე ვთქვათ, პატარა კალათის და საუზმეს და მივყავდით მე და ჩემი ძმა გიგა ამ პალეანკაზე სათამაშოდ. და იცით რა, მაშინ მე ეს არ გამიცნობიერებია, გვიან მივხვდი. უნივერსიტეტს რომ მოვახლებოდით, მამას თუ ქუდი ეხურა, აუცილებლად მოიხდიდა, თუ არა და თავს დახრიდა. ჩვენმა უნივერსიტეტმა განსაკუთრებული როლი შეასრულა საერთოდ საქართველოში, ასე ვთქვათ, განათლებისა და განსაკუთრებით მეცნიერების თითქმის ყველა დარგების განვითარებაში და ფაქტიურად ამ უნივერსიტეტმა მისმა აღზრდილებმა განაპირობეს კიდეც ქართული აკადემიის გახსნაც. არ გვიჯერებდნენ, რომ ჩვენთან სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ქართველმა პროფესორებმა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ძალიან კაცრი პოზიცია დაიკავეს და მიუხედავად იმისა, რომ არც ისე მარტივი იყო ამ საკითხის მოგვარება, ჩვენს უნივერსიტეტში დარჩა სწავლება ქართულ ენაზე. გაზეთში დაიბეჭდა ერთ-ერთი სტატია, სადაც ავტორი წერდა, ეხლა არ დავასახელებ, რომ აიო, ჩვენი უნივერსიტეტისო, ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლებიო, ახერხე იმას შვებოდნენო, ცდილობდნენო სტუდენტებში ეროვნული თვითშეგნება გაემყარებინათ და აემაღლებინათ. ის ამას წერდა ამ ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლების საწინააღმდეგოდ, მაგრამ თუ იმ პირობებში ჩვენ ვახერხებდით სტუდენტებში ეროვნული თამოყვარეობის გაღვივებას,
ეს დიდი დამსახურება იყო. ყოველთვის, როდესაც საკითხი ეროვნულ პრობლემად შეეხებოდა, უნივერსიტეტის პროფესორები და მასწავლებლები, აი როგორც ერთი კედელი ისე აღუდგებოდა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო, როგორც მოიხსენებათ, როდესაც კონსტიტუციაში დადგა ქართული საკითხის, ქართული ენის პრობლემა. მახსოვს, ისეთი მდგომარეობა იყო, რომ კანკაი ზანზარებდა უნივერსიტეტი. მირეკავს რექტორი დავით ჩხიკვეშვილი. და მეუბნება, რომ ეხლა შენ უნდა ჩამოხვიდე ჩემთან და ჩვენ უნდა გავიდეთ ბავშვებთან. ნუ გავედით, ხელი ჩაკიდებული ქონდა, ორივეს ხელი გვიგანკალებდა. დავითმა მიმართა მათ. ბავშვებო უთხრა, მე მაქვს ცნობა ოფიციალურიო თქვა, რომ რუსთაველის პროსპექტზე ჩამომავალ ქუჩებზე ყველგან სამხედრო ტექნიკა დგას. ნუ რა უნდა ეთქვა მეტი? რა? და მე მითხრა, აი ახლა ქალბატონი მარიკას დაგელაპარაკებათ. მე ვთხარი, ბატონი დავითის ნათქვამის შემდეგ რაღა უნდა გეთქვათ მე. ან მე რა შემიძლია გითხრათ? წადით, უბედურება რომ მოხდეს, მე ჩემ თავზე ეს საშინელი ტვირთი როგორ ავიღო? არ წახვიდეთ, ვერ გეტყვით. დილით უნივერსიტეტის ეზო გაჭედილი იყო. გაჭედილი იყო უნივერსიტეტის ეზო და დაიწყო მსვლელობა ჩვენი უნივერსიტეტიდან და გზა და გზა უერთდებოდნენ სხვა უმაღლესი სასწავლებელი სტუდენტები და სკოლების ბავშვებიც. ასე რომ ჩვენი უნივერსიტეტი, ისეთი იცით, აი ორგანული ნაწილია ჩვენი ქვეყნისა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა ზოგადად და საკუთრივ ენის განვითარებაში. ამიტომ ბუნებრივია, რომ ის მისი გახსნის დღე დავითის დღეს დაუკავშირეს, იმიტომ რომ დავითი, რომელსაც მართალია მოგვიანებით, მაგრამ მაინც ქართველმა ხალხმა აღმაშენებელი უწოდა, აი უნდა გითხრათ, რომ ქართულ ძველ წყაროებში არსად არ არის ის აღმაშენებლად წოდებული. გვიან, როდესაც ძალიან მძიმე დრო დადგა საქართველოს ისტორიაში და საქართველოს ერთიანი საქართველოს დაიშალა კიდეც, აი მხოლოდ იმ დროინდელი საბუთებიდან იწოდება დავითი აღმაშენებლად. და რომ მას არ გაეტარებინა ესეთი ღონისძიებანი, როგორც მან გაატარა, ჩვენ დავრჩებოდით თუ არა რუკაზე კაცმა არ იცის, იმიტომ რომ ისეთი მძიმე მდგომარეობა იყო მანამდე და შემდეგაც. რა დაინახა? ან იმ საზოგადოებამ, ვინც ეს გააკეთა, ან თვით გიორგიმ, ამ 16 წლის ყმაწვილში, 16 ეხა დღეს ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მძნელი გასაგებია, რომ ლამის 60 თუ ცოცხლები ვართ, მივყვებით შვილებს და 16 წლის ყმაწვილში. და საინტერესოა, რომ როგორც კი ავიდა დავითი ტახტზე, უკვე მას ჩამოყალიბებული ქონდა თავისი, ასე ვთქვათ, პროგრამა და დაიწყო ყველა იმ საკითხების მოგვარებით, რაც აუცილებელი იყო. ეს იყო ლაშქრის რეორგანიზაცია, ეს იყო ეკლესიასთან ურთიერთობა, ეს იყო მეფის მოწინააღმდეგე ფეოდალებთან ურთიერთობა, რაც დავით აღმაშენებელმა გააკეთა, დღემდე მოყვება და დღემდე ჩვენ ყველანი ქეთს ვიხდით მისი ხსოვნის წინაშე, მისი დიდი მოღვაწეობის წინაშე და ბედნიერები ვართ, რომ აი ძალიან გამწვავებულ და მძიმე დგო, რომ სწორედ ასეთი კაცი მოევლინა ქვეყანას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვილოცავთ ქალბატონ მარიკას უნივერსიტეტის მოახლოებულ იუბილეს და გადავიდეთ ლადოსთან, გადავინაცვლოთ ლადოსთან, რომელიც ემზადება ამ კვირის ბოლო ჩართვისთვის. მადლობა. ჩვენ დღეს საუბრობდით არაჩვეულებრივ ინსტრუმენტზე, ბატონ გაკოსთან ერთად. ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. ბატონ გაკო, თქვენ თუ გაქვთ და დაგჭათ რამე სათქმელი, ახლა ჩვენ გავაცოცხლებთ ჯიმი ჰენდრიქსს, მე როგორც ხვდები. ხო, პირველი კომპოზიციიდან განსხვავებით, აი სტატოკასტერის დიაპაზონი რომ გამოაჩინოთ, აბსოლუტურად განსხვავებული ხმა, გამოყენებულია ეს ვაუ ეფექტი, შეიძლება, აი. და ალბათ მოვიცავთ, სუმთლად ვერ მოვიცავთ, მაგრამ რაღაც ნაწილს მოკლედ მე ერთი ვიცი ზუსტად, ბატონო გაკო, ახლა ვისაც ჯერ კიდევ არ გაუღვიძია ამ კომპოზიციის შემდეგ, ნამდვილად გამოვაცოცხლებთ და საერთოდ კარგია ზოგადად ხიზლად ყოფნა და ეს თემა მოგცემს ამის საშუალებას. უღრმესი მადლობა ბატონო გაკო კიდევ ერთხელ თქვენ, უღრმესი მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომ იყვნენ ჩვენთან ერთად. ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ, დროებით. თხოვთ.
Bravo. არასკევობით ერთგვარი სემინარი აქვს ხოლმე ჩვენს ბიჭებს და არაჩვეულებრივი გამოიცდილება. მოვიდა. ბატონ კაკოსთან ერთად დაკვრა დავამთავრებ წინადადებას. მოგზანდით, მოგზანდით. ეს ხოსტარად გადმოვით ხო? რა თქმა უნდა, მოგზანდით. ამ კვირაში მესამედ მოვიდა, არასკევი გონია ძლივს. ძლივს სამშაბათიდან დადის. დაემთხვა. აი მოვიდა ჩვენთვის ნანატრი პარასკევი. კი, და ჩვენი გადაცემაც დასრულდა. ვიზუალზე ხარ. თან უკრაინელის. არ ვიცი უკრაინელი აღარ დავაკონკრეტებ, მაგრამ გიხდება. დიდი მადლობა. გაიხარე. ჩვენი დილა დასრულებულია, დავემშვიდობოთ მაყურებელს, მაგრამ როგორც ყოველთვის თქვა თემები რა ელოდებათ გადაცემებში. მარი მალაზონია პირადი ექიმი ისაუბრებს კანის და სეზონური საფრთხეების შესახებ. მუყინვა, დამწრობა და სოლარიუმი ზამთარში. სოლარიუმი ზამთარში ეს ძალიან ცუდია. სოლარიუმი კარგი ალბათ არასდროს არის, მაგრამ ზამთარში ნამზეული განსაკუთრებით ლამაზია. კი, ნამდვილად ლამაზია. გუდაური არსებობს ამისთვის, რა გვინდა სოლარიუმი. გვაქვს ჩვენ ბუნებრივი რესურსი, იმიტომ რომ საქართველო არის უმდიდრესი ქვეყანა. გავაჩეროთ თორე აღარ წავაკეთეთ. უმდიდრეს ქვეყანაზე და საქართველოზე გააგრძელებენ ბაშლებში. კი, ბაშლებში აუცილებლად გააგრძელებენ, წინასწარ აღნიშნავენ დავითობას და ისაუბრებენ საქართველოს ისტორიაზე. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდს. ანუ ყველაზე მდიდარ საქართველოზე. ყველაზე მდიდარ საქართველოზე. მის მერე ჩვენ სამწუხაროდ ვერ მოესწარით მაგ პერიოდს არ ვიყავით, მაგრამ ნუ კარგია რომ იქნებ საბედნიერად. სად ვიყავით არ ვიცი, ჩვენ ახლა არ ვიცით სად ვართ, მაგრამ ფაქტია რომ გავიხსენოთ ჯობია. კი, გავიხსენოთ. შემდეგ კი ვახო იქნება. იქნება და ვახოს სტუმარი დღეს არის ნატალია ქუთათელაძე. მოკლედ, დარჩით პირველზე, ჩვენ კი ორშაბათამდე გემშვიდობებთ. ბედნიერ უქმებს გისურვებთ, ნახვამდის.